საღამომშვიდობისა დღევანდელ გადაცემას სტუდიის ნაცვლად ჩვენ მატროსოვის ციხიდან დავიწყებ. ეს სწორედ ის საპყრობილია, სადაც სასჯელს ვანო მერაბიშვილი და ბაჩუ ახალაია იხდიან. როგორ პირობებში ყავთ ყოფილი მაღალჩინოსნები, როგორ საქმეებში, ამ ყველაფერს ჩვენ დღეს გიჩვენებთ. ამ საპყრობილის კარი დღეს გაიღება სპეციალურად თოქ-შოუსთვის დიდი პოლიტიკა. ზუსტად 1 წელი გავიდა ციხის სკანდალური კადრების გამოქვეყნების შემდეგ. რა ხდება 1 წლის შემდეგ? ჩვენ დღევანდელ გადაცემაში გიჩვენებთ იმ საპყრობილებს, სადაც ათასობით ადამიანი გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა და სადაც სწორედ ამ ციხეში დღეს ყველაზე მაღალი რისკის პატიმრები იმყოფებიან. შეიძლება რომ შევიშვათ. ამ კარებს მიღმა არიან ვანო მერაბიშვილი და ბაჩუ ახალაია. გამარჯობა. როგორ ხართ ბატონიში? დღევანდელი გადაცემა ჩვენ უჩვეულო ფორმატით უნდა წავიყვანოთ. სტუდიიდან არ მივესალმეთ მაყურებელს, ვესალმებით მატროსოვის ციხიდან. ეს არის სწორედ ის საპყრობილე, სადაც იმყოფებიან ყოფილი მაღალჩინოსნები. დღეს სრულიად ქვეყანას აინტერესებს, მე მგონი, საძის ვანო მერაბიშვილი, საძის ბაჩუ ახალაია, როგორ პირობებში არიან და საერთოდ რა ხდება 1 წლის შემდეგ. ეს ის დაწესებულება, სადაც ეს ადამიანები არიან განთავსებული. სასჯელს იხდიან შესაბამისად და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ყველა ის პირობა, სადაც რა პირობებში არიან ეს ადამიანები და სადაც არიან განთავსებული. თანახმა ხართ, რომ საკანი მაჩვენოთ, როგორ პირობებში არიან? კი, თქვენთვის საოცილებლად. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ პირველად გაიღება თქვენთვის ეს კარები. თავისთავად ის ფაქტი, რომ ამ ციხეში არიან მრავალწლიანი პატიმრებიც, რომლებიც მერაბიშვილის და ახალაიას დროს ჩასვეს ციხეში და ისინი დღეს როგორი არის მათი ურთიერთობა? კოაბიტაცია ძალიან აქტუალური სიტყვაა ქართულ პოლიტიკაში და რა ხდება ციხეში ამ თვალსაზრისით? ამ თვალსაზრისით ამ დაწესებულებაში თავისი რაოდენობისა და ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე არანაირი პრობლემა არ არსებობს. ასევე უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია, რომ ყველა თითოეული მსჯელდებულის უსაფრთხოება დაიცვას და შესაბამისად ეს პრობლემა ამ დაწესებულებაში არ არსებობს. და როცა ხედავენ დაუშვა თუ ვერ ხვდებიან? ვერ ხვდებიან. თქვენ მთლიანად იზოლირებული ხართ. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ უზრუნველყოთ ამ ადამიანების უსაფრთხოება, რაც თავის თავში მოიცავს, რომ ისინი ერთმანეთს არ უნდა შეხვდეთ. და ერთი კითხვა უნდა დაგისვათ. ოღონდ ვინმე მარიფიქროს, რომ მე ვარ ინტრიგანი და იმიტომ ვსვავ ამ კითხვას. ერთმანეთს თუ შეხვედრიან აი ამ ციხეში, ბაჩო და ვანო. ბაჩუ ახალაია და ვანო მერაბიშვილი ერთმანეთს არ შეხვედრიან. და სასეირნოდ რო გადიან? ცალ-ცალკე გადიან და სასეირნოებსაც გადახართ. ისე საინტერესოა რა მოხდებოდა ისინი ერთმანეთს რო შეხვედროდნენ. ეს პოლიტიკის თემაა, თქვენ ამას არ გეკითხებით, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ ისინი არიან დაშორებულები ერთმანეთისგან, უკვე პოლიტიკური თემაა ჩემი აზრით. რომ საკანშია ხომ ვერ გვაჩვენებდით? ეს არის ბაჩუ ახალაიას საკანი. ეს ის კამერაა, რომლის მიღმაც, აი ამ კედლის მიღმა იმყოფება ბაჩუ ახალაია, სკანდალური ახალაია. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, როგორი არის ის პირობები, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსნები იმყოფებიან, ამიტომ შევეცდებით, რომ გაჩვენოთ, ალბათ თქვენს ჩემზე მეტად გაინტერესებს. სულ რამდენიმე მეტრის თუ მანძილს არ დავაკონკრეტებ, ეს არაფრით არ შეიძლება. მოშორებით კი იმყოფება ვანო მერაბიშვილი. მე წეგან შემთხვევით არ დამისვამს ეს კითხვა ბატონი მიშა ღურცკაიასთვის, თუ შეხვდნენ თქო ისინი ერთმანეთს ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად საუბრობენ უკვე დიდი ხანია იმაზე, რომ რეალურად სააკაშვილის ხელისუფლება მერაბიშვილის და ბაჩუ ახალაიას დაპირისპირებამ შეიწირა. ეს კი ის კარია, რომლის მიღმაც იმყოფება ვანო მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი. როგორ გრძნობს იგი თავს, რა პრობლემები ქონდა მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა, ხო, რაღაც ინფორმაცია რა სჭირს რეალურად? როგორც სამედიცინო დეპარტამენტის განცხადება იყო, ის ნორმალურად ხობს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური. ერთი კითხვა უნდა დაგისვათ, არ ჩამითვალოთ რაღაც ლირიულ გადახვევაში, როგორი პატიმარია შინაგან საქმეთა ყოფილი. სანიმუშო. რას ნიშნავს? ძალიან კარგად იქცევა, ემორჩილება ყველა მითითებას, ასრულებს რეჟიმით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. მე რამდენადაც ვიცი, მან რაღაც წერილი მოგწერა თქვენ და ხო? მადლობის წერილიც გვაქვს მისგან მიღებული. მადლობას გიხდით, რომ საკანში ზის? მადლობას იხდის მოპყრობისათვის და სამედიცინო სამსახურს და სოციალურ სამსახურს რომისთვის. ბაჩუ ახალაიას არა აქვს იგივე პირობები, სანიმუშო პატიმარია თუ არა? კი, ბაჩუ ძალიან კარგად იქცევა. ძალიან საინტერესოა სიამოვნებით. ცევასთან და ურთიერთობასთან დაკავშირებით არასდროს არანაირი პრობლემა არ ყოფილა ამ ადამიანების მხრიდან. დაუშვათ ყובה შიმშილობის მცდელობები არც ერთი შემთხვევა არ გქონია და რაც შეეხება კვებას, ჩვენ შეგვიძლია კვების დარიგების პროცესი ზოგადად გაჩვენოთ და საკვების გაჩვენოთ, რას აგვაქვს მიისწრებენ ეს ადამიანი. შეგიძლიათ გაჩვენოთ, რას ჭამენ პატიმრები? ამოვიდა.
იქით იგივე ანალოგიური. არა. ციციბური. ყოფილი მაღალჩინოსნებიც იგივეს მიირთმევენ, რასაც სხვა პატიმრები. კი, რა თქმა უნდა. რამე განსაკუთრებული მათთვის ხო არ ხდება დაშვება, ასე ვთქვათ. განსაკუთრებული ამანათის და მაღაზიაში რასაც შეიცენენ, ეს ინდივიდუალურად ყველა შეუძლია. განსაკუთრებული სხვაგან განსხვავებული არა. ბატონ ივანე მერაბიშვილს ძალიან მოსწონს ჩვენი საკვები და რამოდენიმეჯერ ეს აღნიშნა. ისე საინტერესოა, როდესაც მე თუ წარმოიდგენდა ბატონი მერაბიშვილი, რომ მას როგორც პატიმარს ისე მოუწევდა აი ამ სადილის მიღება. ერთი კითხვა უნდა დაგისვათ, მე არაერთხელ მოვისმინე დაუშვათ იგივე პრეტენზიები იმაზე, რომ ბანო მერაბიშვილი თავის მეუღლესთან შეხვედრის საშუალება მერაბიშვილს არ ქონდა და თუ შეგიძლიათ რამე რო გითხრათ ამ თემაზე. ბანო მერაბიშვილს თავის მეუღლესთან თუ არ ვცდები ორჯერ ჰქონდა შეხვედრის საშუალება, ამ შემთხვევაში როგორც სატელეფონო ზარებზე ვრცელდება, იგივე წესი ვრცელდება შეხვედრებზეც და მან პროკურატურისგან უნდა იყოს პაემანზე ნებართვა და ამ შემთხვევაში არანაირი დაფუძნება არ აქვს. და რამდენ ხნიანია ხოლმე შეხვედრები? 1 საათის განმავლობაში ვრცელდება მოკლევადიანი. და ახლა ეს მეუღლეს რაც შეეხება, არასდროს არ ყოფილა ჩვენთან სტუმრად. არც თხოვნა არ ყოფილა ახლა ეს მიდან რომ მისი მეუღლე იყო და ქონდა მას მოკლევადიანი პაემანი. ციგნები. ციგნებზე ამანათის სახით მიიღო ბატონმა ვანომ და რამოდენიმე ციგნი ვიცი რომ მიიღო და წაიკითხა. რომელიც წაიკითხა პირველი ხო არის? მე რამდენად ვიცი დათა თუთაშხია. საინტერესოა პატიმარ მერაბიშვილს პირველი წაუკითხავს დათა თუთაშხია, რატო ხო არ იცით? არა, ეს მას უნდა ვკითხოთ ალბათ. დიდი მადლობა. იქნება ახლა გვაჩვენოთ ის საკანი ანალოგიური როგორ პირობებში არის ბავშვთვის. ეს არის ანალოგი იმ საკნისა, რომელშიც ბრძანდით წარიელია, რომელშიც განთავსებული არის ვანო მერაბიშვილი. ანუ ინფრასტრუქტურულად ყველაფერი, ავეჯი, წყობა, განლაგება, რემონტი, პირობები, ყველაფერი უბრალოდ იგივე არის, რაც ბატონი ვანოს შეიძლება რა თქმა უნდა. პრეტენზია არაფერი არასოდეს არ გამოუთქვამს. ვკითხოთ დირექციას, მე რამდენადაც ვსი არა. ესეთი რამე რო ყოფილიყო თქვენ გეცოდინებოდა დირექციას მაინც და მაინც აღარ ვკითხავ, იმიტომ რომ რამე რო ყოფილიყო თქო ხო, ალბათ სავარაუდოდ მეცოდინებოდა და არასდროს არაფერი ძალიან ხშირად გვწერს მადლობის სერიდებს. ეს ძალიან საინტერესოა. ეს ის ადგილია, სადაც შეინობენ მჟავდებულები, მათ შორის თქვენთვის საინტერესო მჟავდებულებიც. შევიდეთ ერთ. მჟავდებული ჩვენთვის ყველა საინტერესოა, მაგრამ იმედია გამიგებთ, ეს არის დიდი პოლიტიკა, გადაცემა და პოლიტიკური აქცენტები რატომაც კეთდება. უკაცრავად, ესაა ის ტელეფონი, საიდანაც ვეკავე, ხო? კი. ხშირად სარგებლობენ ხოლმე მერაბიშვილი და ახლა ამ ტელეფონი. მერაბიშვილი და ახლა იქიდან გამომდინარე ბრალდებულები არიან, ნებართვა უნდა აიღონ პროკურატურისგან. რამდენჯერაც მისცემენ ნებართვას, იმდენჯერ შეუძლიათ რომ დაიყო. დიდი იქნებ გვაჩვენოთ საცეირნობე. აი ხა გაჩვენებ სასეირნო, სადაც მერაბიშვილი და ახალაია მატროსოვის ციხე პირობებით ესე იგი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რაც ჩვენ ვნახეთ. დაკეტილი ის კრიტიკი გეთანხმებ. კი. აქ მარტო შეერნობენ ხოლმე, ბაჩოც მარტოა ყოველთვის, როცა სასეირნოდ გამოდის. გააჩნია რისკ ჯგუფებს. შეიძლება ერთი საკანი მთლიანად შეერნობდეს და რაც შეეხება ახალაის და მერაბიშვილს, ისინი ცალ-ცალკე შეერნობენ, მარტო არიან აქ და არც სხვა მჟავდებულებთან არ აქვს შეხება და თვითონ ასე ვთქვათ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ამის გადაღების საშუალება მოგვეცით, იმიტომ რომ მე მგონი ყველა საინტერესებს, არ მგონია რომ იყოს მაყურებელი, რომელსაც არ აინტერესებდეს რა პირობებში არიან ისინი, იმიტომ რომ ზუსტად 1 წელი გავიდა ციხის იმ სკანდალური კადრების გამოქვეყნების შემდეგ და დღეს ჩვენ ყველას გვაინტერესებს რა ხდება ციხეებში, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა აქ შემოშვებისთვის და დათვალიერებისთვის. მადლობა.
მაშასე ბაჩუახალაიას და ვანო მერაბიშვილს ერთმანეთს არ ახვედრებენ. როგორც ჩანს, მათი შეხვედრისას მოსალოდნელი ინციდენტის საფრთხე რეალურად არსებობს, თუმცა ისინი ერთად ხედან მატროსოვის ციხეში. საკანი, რომელიც გიჩვენეთ იმ საკნების ზუსტი ანალოგია, რომელშიც ისინი სხედან. ეს არაა ერთადერთი კადრები, რომელიც ჩვენ გადავიღეთ. ჩვენ შევედით გლდანის ციხეში, შევედით ორთაჭალის კრიტში და საკუთარი თვალით ვნახეთ, რა არაადამიანურ პირობებში იყო უამრავი პატიმარი ჯერ კიდევ 5 თვის წინ. მაშინ როცა ნანახი გვაქვს ციხის ის კადრებიც, ის კომფორტი, რომელშიც იმყოფებოდნენ სანდრო გირგულიანის მკვლელები. ალბათ გახსოვთ, პირველი ჟურნალისტი, რომელმაც ეს ვიდეო მასალა აჩვენა მაყურებელს, ნათია მიქიაშვილი იყო. დღევანდელ გადაცემაში თქვენ ამ კადრებს აწიხილავთ და იმ ადამიანსაც, ვინც ეს კადრები პირადად გადაიღო. მას აქამდე პირდაპირ ეთერში არ უსაუბრია და დიდი პოლიტიკა იქნება პირველი გადაცემა, სადაც ის გამოვა. ყოფილი გამომძიებელი გია ალავიძე ის ამბობს, რომ დღევანდელ ეთერში ბევრ საინტერესო ამბავს მოყვება იმ ადამიანებზე, ვინც გირგულიანის საქმეზე ყავდათ დაჭერილი. მაშასე დავიწყოთ ციხეები კრიმინალური ავტორიტეტებისა და ქურდების მიერ სასჯელ აღსრულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით იმართება. ამის შესახებ განცხადებას ნაციონალური მოძრაობა აკეთებს. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ქურდული სამყარო დაამარცხეს და ციხეებში ავტორიტეტები მოსწეს. ეხლა კი სიტუაციას ისევ მაყურებლები აკონტროლებენ ციხის ადმინისტრაციასთან ერთად. იგივეს აცხადებენ ციხეში მოკლული ლევან კორტავას ოჯახის წევრები. ციხის სკანდალიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ დიდ პოლიტიკაში ციხე დღეს, ციხე 1 წლის წინ ნაწამები და პრივილეგირებული პატიმრები, ციხე რომელმაც ნაციონალებს არჩევნები წააგებინა. მიშა ღურწკაია სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის უფროსია სტუდიაში, მე მას მივესალმები. საღამო მშვიდობისა, როგორ ბრძანდებთ? კიდევ ერთხელ მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ექსკლუზიური კადრებისთვის, რომელიც ეხლა იხილა მაყურებელმა და აქვე დავაანონსებ, რომ ჩვენ გადავიღეთ ასევე როგორც უკვე ვთქვი გლდანის ციხე დავბრძანდით და შევედით პატიმრებთან საკნებში, ასე რომ დამჯერეთ ნამდვილად ძალიან საინტერესო მასალა გელით წინ, რომელიც უნდა ნახოთ. მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო, ერთი რაღაც გამომჩა, მე მგონი, როცა იქ ვიყავი ციხეში, ახლა ვფიქრობდი, მაინც არ დაგაკონკრეტებინეთ იქვე. არსებობს მათი რაღაცა ინციდენტის რეალური საფრთხე და ამიტომ ხდება მათი ცალ-ცალკე ყოფნა, რომ ისინი ერთმანეთს არ გადაეკვეთონ. ანუ სპეციალური დირექტივა გაქვთ თქვენ, რომ ისინი ერთმანეთს არ უნდა შეხვდნენ და თუ გაქვთ თვისგან? არა, ესეთი დირექტივა. ვანო მერაბიშვილზე და ბაჩუახალაიაზე ასაგებია მივხვდი. შეკითხვის არს, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ესეთი დირექტივა არ არსებობს. ორივე ადამიანი არის ბრალდებული. ორივე ადამიანის არის უდიდესი ინფორმაციის მატარებელი ადამიანები, საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგადად მიზანშეწონილია, ასევე უსაფრთხოების ზონებიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს უსაფრთხოების რატომ შეიძლება რომ მათ შორის ჩხუბი მოხდეს? ზოგადად არის დირექტივა გაცემული ჩემი მხრიდან იმაზე, რომ ეს ადამიანები იყვნენ უსაფრთხოდ და არ ჰქონდეთ კონტაქტი სხვა ადამიანებთან, რაზეც მათგანაც არ არის არანაირი პრობლემა. კიდევ ერთი რამ უნდა გკითხოთ, იქ თვალწლები შეგეკითხეთ, რომ წიგნები რას კითხულობს თქო, ვანო მერაბიშვილი და დათა თუთაშხია იყო პირველიო თქვენ მითხარით და არ მიკითხავს ბაჩუახალაიაზე და მან რა წაიკითხა ხო არ იცი? არა, ნამდვილად არ ვიცი პირველად რა წაიკითხა. კარგით, ციხეებში კრიმინალური ავტორიტეტებისა და ქურდების მიერ სასჯელ აღსრულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ხდება მართვა. ესა ის განცხადება, რომელსაც თქვენი ოპონენტები აკეთებენ. ისინი ამბობენ, რომ თავის დროზე, როდესაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს დაამარცხეს ქურდული სამყარო, გარეთაც და ციხეშიც დაამარცხეს ავტორიტეტები და ახლა კი ისევ იგივე სიტუაციაო, რა სიტყვით. არიან ციხეში ავტორიტეტები, არიან მაყურებლები და დაუბრუნდა თუ არა ციხეს ქურდების გავლენა. უფრო სწორედ ციხე ქურდების გავლენას. თემა ვრცელი არის, ამაზე რა თქმა უნდა ერთი გადაცემა არ გვეყოფა, მაგრამ მე ძალიან მოკლედ შევეცდები, რომ ამაზე კი პასუხოთ. სუბკულტურული ნიშნები ნებისმიერ სასჯელ აღსრულების დაწესებულებას ახასიათებს, როგორც ევროპაში, ასევე ნებისმიერ ცივილიზებულ თუ არაცივილიზებულ სამყაროში. ნებისმიერ ქვეყნებში არის ესეთი, მათ შორის საქართველოში. ანუ მიდასტურებთ, რომ ციხეს აკონტროლებენ მაყურებლები? ციხეს აკონტროლებს ადმინისტრაცია. ამას ნამდვილად არ გიდასტურებთ, მაგრამ ის რომ არსებობს ქურდული ტრადიციები, ამაზე ბეტყველებს თუნდაც 2011-2012 წლის სტატისტიკა, როდესაც 16 საქმეზე დაიწყო გამოძიება, 24 პირი იქნა ბრალდებულად ცნობილი, შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ ქურდული ტრადიციები 2011 და 2012 წელშიც იყო. აქედან გამომდინარე, აქ თავარი არის, რომ ადმინისტრაცია ებრძოლოს ეფექტურად და იმოქმედოს სწორად. დიახ, და თქვენი ოპონენტები სწორედ ამას ამბობენ, ბატონო მიშა, რომ ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ხდება ქურდების მიერ, მაყურებლების მიერ ციხის მართვა. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, ეს არის აბსურდი. არასდროს სხვათა შორის ოპონენტებისგან განსხვავებით,
ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის იმას, რომ ჩვენ ვართ ვიღაცასთან გარიგებაში და ჩვენ მართავთ მათი მეშვეობით. ადმინისტრაცია თავიდან ბოლომდე მართავს სიტუაციას, თავიდან ბოლომდე მართავს დაწესებულებებს, მაგრამ არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც რელიგიურად აქვთ გათავისებული რელიგიაზე მეტად მრწამსის დონეზე ყავთ აყვანილი რაღაცა გარკვეული პიროვნებები, გარკვეული სუბკულტურა. ჩვენ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ქართულ სინამდვილეში შეიძლება ქურთან შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანი მომენტი იყოს ვიღაცა ადამიანისთვის, ვიდრე მაცხოვარის გამოცხადება. ამას მართლა მთელი პასუხისგებლობით ვამბობ, არის ესეთი ადამიანთა ჯგუფი და ეს არის ადამიანთა ხედვა. ასევე მინდა აღვნიშნო, ჩვენ არ ვებრძვით პიროვნებებს, არ ვებრძვით ინდივიდებს, არ ვებრძვით ადამიანებს, ჩვენ ვებრძვით მათ იდეოლოგიას, ჩვენ ვებრძვით იმ ესე ვთქვათ, გარემოს, რასაც ისინი ქმნიან. საქმიანობას ვებრძვით და არა ადამიანებს. კი ბატონო, მაგრამ მოდით მე ნებამომეცით უნდა შეგახსენოთ ერთი ფაქტი, ეს არის ციხეში მოკლული ლევან კორტავას ფაქტი. თავისთავად ძალიან ცუდი იყო ჩემი აზრით, არა მარტო ჩემი აზრით, ალბათ თქვენც დამეთანხმებით, როდესაც თავდაპირველად გაკეთდა განცხადება, რომ ლევან კორტავა დაგორდა ციხეში იმ კიბეებზე და ეგრევე ყველას გაახსენდა ქიმერიძის ამბავი. ნაციონალური მოძრაობის დროსაც, როდესაც ქიმერიძე მოკლეს, პირველი ვერსია რაც ითქვა და მე მგონი ბოლომდე ასე იყო, რაც თქვეს, რომ იგიც დაგორდა ესევე კიბეზე და ამის გამო გარდაიცვალა. მომენტალურად ყველას გაახსენდა ეს ამბავი. შემდეგ როგორც გაირკვა, მაყურებლების მითითებით მოხდა მასზე ანგარიშ სწორება და შემდეგ საშეახსრულების პირველ პირს მოუწიაკიდეს და ედასტურებინა ეს ამბავი. მამიდამისი ამბობს, რომ როდესაც კორტავა ეტაპის მანქანიდან გადმოვიდა და ფეხი შედგა იზოლატორში, ინციდენტი მაშინვე დაიწყო. ყველა პატიმარი გაჰყავთ კარანტინში, იმ 12 პატიმრიდან მარტო ლევანი დაიღუპა სადისტური ცრემის შედეგად. შესვლიდან 2 საათში წაიყვანეს საავადმყოფოში, ფაქტიურად უკვე მკვდარი ხერხემალი 2 ადგილზე ჰქონდა გადატეხილი. თქვენ რა სიტყვით ამაზე? გაირკვა, რომ ციხის თანამშრომლები მაყურებლებთან შეთანხმებით ახდენდნენ მასზე აი ამ ზეწოლას, რისგანაც იგი გარდაიცვალა. ზეწოლა კი არა, წამება უბრალოდ. აი ეს ისეთი საქმეა, რომლის გარშემოც მიმდინარეობს ახლა გამოძიება. მე გამოძიების დეტალებზე არ დავიწყებ საუბარს, იმიტომ რომ არა ვარ უფლებამოსილი პირი და არ შეიძლება მე რომ ამ საკითხებზე ვისაუბრო. ვიტყვი რამოდენიმე დეტალს, როდესაც ლევან კორტავა მოვიდა ახალ დაწესებულებაში, ის არა 12, არამედ 60 ადამიანთან ერთად მოხდა მათი ეტაპირება. ამის შემდგომ, რაც შეეხება ხერხემლის დაზიანებას, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და მისი ოჯახის წევრები ასე ამბობენ. ექსპერტიზის დასკვნა არსებობს იმაზე, რომ ამ ადამიანს მოტეხილობა არ ქონდა, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაზე სავალალო და ცუდი და სამწუხარო ის არის, რომ ეს ადამიანი დღეს ცოცხალი არ არის. ცემის შედეგად გარდაიცვალა. კი, ნამდვილად ამას გიდასტურებ. ციხის თანამშრომლების ძალიან მძიმეა ოჯახისთვის, როდესაც მისი შვილი, მისი ოჯახის წევრი ციხეში ცემის შედეგად გარდაიცვალა. მე გამოძიების დეტალებზე არ ვისაუბრებ, უბრალოდ აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ სასჯელახსრულების დეპარტამენტმა პროკურატურასთან ერთობლივი მუშაობის შედეგად ყველაფერი გააკეთა იმისთვის და მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენა იმისთვის, რომ ეს საქმე გახსნილიყო და ნათელი შუქი მოხმენოდა ამ საქმეს. ამ საქმეზე არის 6 სასჯელახსრულების დაწესებულების თანამშრომელი პასუხისგებაში მიცემული და ეს იმაზე მეტყველებს, რომ არავის არ უცდია ამ საქმის მიჩხმალვა. ასევე გეტყვით იმას, რომ გარიგება მაყურებლებსა და თანამშრომლებს შორის ამ შემთხვევაში არ ყოფილა. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, იქ იყო თანამშრომლების მიერ გულგრილობა და მათ ვერ მოახერხეს ადამიანების გაშველება. უკაცრავად, გულგრილობა თანამშრომლების მიერ და არა თანამშრომლების მიერ იყო ნაცემი? თანამშრომლების მიერ გულგრილობა იკვეთება ამ ეტაპზე, ჩემთვის რამდენადაც ცნობილი არის და კვალიფიკაცია ასეთი არის. გამოძიების დეტალები, გამოძიების დასრულების შემდგომ რა ხდება ცნობილი. მე რატომ გეკითხებით ესე დეტალურად, იცით ბატონო? არის ესეთი ფაქტი, ეს ლევან კორტავას ფაქტი ძალიან შემაშფოთებელი, იმიტომ რომ სწორედ იგივე ბრალდებებს უყენებდნენ ხოლმე ნაციონალურ მოძრაობას, უყენებდნენ და ჩვენ ყველას გვაქვს ნანახი, ალბათ ეხა ეკრანზეც გავა ის წამების კადრები, რამაც სრულიად შოქში ჩააგდო ქართული საზოგადოება, როგორ ცემენ, როდესაც იზოლატორში შეყავთ პატიმრები, პირველი ეტაპი როგორ უნდა გაიაროს. აი, ასევე გაჩნდა კითხვა, ხომ არ ხდება დღეს ციხეში იგივე, რომ პატიმარი შეყავთ და მომენტალურად იწყება მისი ცემა? არა. ამას დაადასტურებს უამრავი ადამიანი, ამის არც ერთი ფაქტი არ არსებობს, რომ რაიმე მითითება ან სისტემური მიდგომა არსებობს ზოგადად ჩავდებულების მიმართ და ამას დაადასტურებს იგივე ოპონენტები, რომლებიც სასჯელახსრულების სისტემაში არიან განთავსებული და მადლობის წერილებს გვწერენ. აქედან გამომდინარე, მე ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ
სოზარ სუბარი, მიხეილ ღურწკაია, სასჯელახსოვრების დეპარტამენტის მთელი შემადგენლობა მოტივირებული იყო, რომ ეს საქმე გახსნილიყო. არის მიდგომა სხვადასხვანაირი, როდესაც ადმინისტრაცია ჩადის დანაშაულს და მალავს, მეორე როდესაც დანაშაული ხდება და მალავს და მესამე შემთხვევა არის, როდესაც სასჯელახსოვრების სისტემაში ხდება ის, რაც ხდება ბრიტანეთში, დანიაში, ინგლისში, ნებისმიერ სახელმწიფოში და ამაზე მიდის მუშაობა. ამაზე მინდა გითხრათ, რომ ეფექტურად მუშაობს ჩვენი ადმინისტრაცია. რაც შეეხება დამალვის ცდელობას, ესეც არ შეესაბამება. არა, როგორ არა, მოდით გავიხსენოთ პირველად თქვენ რომ კიბეზე დაგორდა, შემდეგ იძულებულები გახდნენ რომ ეთქვათ რომ იგი იყო პირველად ინფორმაცია შეტყობინების ფორმით რაც მოვიდა ეს იყო რომ ადამიანი კიბეზე დაგორდა, აქედან გამომდინარე პირველად ინფორმაცია შესაბამისად გავრცელდა და რამოდენიმე საათში ოპერატიული სამსახურის მუშაობის შედეგად გაირკვა რომ ეს არ იყო კიბეზე დაგორება და ეს იყო ცემის ფაქტი. ქრონოლოგიურად ეს იყო ასე რომ აქ დამალვის ცდელობა არ იყო და ამ საკითხზე ცალკე გამოძიება მიმდინარეობს აქაც. კარგით, სანამ მე ისევ გავაგრძელებდე ქურდების და ავტორიტეტების თემას ბატონმა მიშამ მომიტანა ვანო მერაბიშვილის წერილი არის პირადად მისი ხელნაწერი, რაზეც იგი საუბრობდა, რომ იგი არის სანიმუშო პატიმარიო და მოკლედ მადლობის წერილი არის იმისთვის, რომ მას შეუტანეს ტელევიზორი თუ რაღაც ასე. ხომ არ ფიქრობთ, რომ აი ასეთი გადამეტებული ყურადღება მერაბიშვილის მიმართ და უშუალოდ ტელევიზორი შეუტანეს, იქ ბაჩვახალაია იქით, ნუ მაინც იმ ფონზე რაც მე ვნახე, როცა კრიტიკა გადავიღე, სადაც ერთ საკანში 16 კაციან საკანში 25 კაცი იყო შეყრილი, რომ ერთგვარ გაღიზიანებას იწვევს სხვა პატიმრებში ან პატიმრების ოჯახებში, რომ რატო არიან ეს ადამიანები ასე გამოცალკევებულად და რატო არ არიან სხვა პატიმრებთან ერთად, ვინც მათ დროს დაიჭირეს. ეს ძალიან მარტივი ესე ვთქვათ ფორმულირება იმის რომ ისინი განთავსებული არიან მეცხრე დაწესებულებაში მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე თქვენ რამდენადაც იცით ეს გაზაფხულზე ის ბაჩვახალაია და სხვა ციხის ყოფილი თანამშრომლები განთავსებული იყვნენ მერვე დაწესებულებაში რასაც საკმაოდ დიდი ხმაური მოყვა და უკმაყოფილება მჟავდებულთა მხრიდან მათ მიმართ არ არსებობს არანაირი განსაკუთრებული პრივილეგიები და მათ არ გააჩნიათ არანაირი განსხვავებული პირობა რაც სხვა მჟავდებულებს არ გააჩნიათ. ისინი არიან აბსოლუტურად ჩვეულებრივ პირობებში, როგორც ყველა სხვა მჟავდებული. კარგით, მოდით ისევ მიუბრუნდეთ ქურდების და ავტორიტეტების თემას. არსებობს ინფორმაცია, რომ ციხის შიგნით ისევ არის ოფშაკების შეგროვება, პირდაპირ რომ თქვათ, პატიმრების ხარჯზე ხდება, ერთი მცირე ჯგუფის გამდიდრება, ასევე ციხის შიგნით. მოკლედ, ოფშაკების თემა, მე ციხის ენით დავიწყე საუბარი, მაგრამ ეს ჩვეულებრივია, როდესაც ციხეზე გვაქვს გადაცემა. არის თუ არ არის? ანუ არ არის? არა, ნამდვილად არ არის. სუბკულტურის ნიშნები არის მათ შორის გარკვეული მატერიალური სიკეთის შეგროვება, ის შეიძლება იყოს ნატურში, სიგარეტი. არა, დაუშვათ ასე რომ ერთმანეთს ციხის შიგნით სიგარეტებით, ანუ ფულის ნაცვლად სიგარეტების მიცემა ხდება და შემდეგ უკვე ციხის გარეთ მათი ოჯახის წევრები ხდებიან იძულებულები, რომ ერთს მიუტანონ იქ მეორის ფული. აი რაღაც ასეთი ტიპის შეგროვება. ასეთი შემთხვევები გქონდა, რაც შეეხება ფულს თანხის ამოღების შემთხვევა არ ქონია ჩვენ მიუხედავად აქტიური სარეჟიმო ღონისძიებებისა. ეგრეთ წოდებული აბსლუგის პრობლემაზე მაქვს საუბარი. არის მეორე პრობლემა ასევე ეგრეთ წოდებული სამეურნეო სამსახურის ჩარიცხულ პირთა პრობლემა, არის ჯგუფი, რომელიც ცდილობს რომ ესე ვთქვათ ერთი პატიმრის მომსახურების ხარჯზე თვითონ მიიღოს მატერიალური სიკეთე. აქ არის სისტემური პრობლემა, რომელიც ათწლეულების მანძილზე ესე ვთქვათ ვითარდებოდა და არავის არ ქონია შემუშავებული მექანიზმი ამასთან ბრძოლის და მინდა გითხრათ რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებით მანამდე კი მთავრობის დადგენილებით ეს ადამიანები გადავლენ ხელფასზე და აღარ იქნებიან აი მანკიერი სისტემის ნაწილი ესე ვთქვათ შიდა კორუფციის ანუ ადასტურებთ რომ ციხეში ხდება შიდა კორუფცია კი ეს ამჟავდებულებს შორის ერთი პატიმარი როდესაც ემსახურება მეორე პატიმარს ამისთვის თხოვს მას გასამჟელოს რაც არ არის სწორი და ჩვენ ამას საკანონმდებლო ცვლილებით და ესე ვთქვათ დასაქმებით დაუპირისპირდით რაც იმას ნიშნავს რომ ეს მექანიზმი პატიმართა შორის კორუფციული სქემა აღმოიფხვრება მას მერე ანუ 1 ოქტომბრიდან როდესაც ეს ადამიანები მიიღებენ ოფიციალურად ხელფასს სახელმწიფოსგან. მე რეგულაციებზე ცალკე უნდა კითხოთ, გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ თითქოს დასჯადი ხდება მთელი რიგი ქმედებები პატიმრების მხრიდან, ანუ გამკაცრება ხდება ციხის შიგნით წესების. ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე ამ ოფშაკების თემას უნდა მივაყოლოთ ნარკოტიკების. ანუ თქვენ ადასტურებთ რეალურად, რომ იქ ქურდული სამყარო არის ძალიან მძლავრი.
მაყურებლების არა, ნუ მაყურებლების თემა არსებობს. ანუ ადასტურებთ იმას, რომ ოფშიაკების თემაც არსებობს ამ მოცემულობაში და რაც შეეხება ნარკოტიკებს სამსახურს ჩართულს ეს კიდევ სხვა არის კლასიკური ესე ვთქვათ ქურდული თანხისგან განსხვავებული, როდესაც პატიმრები ურთიერთგარიგების საფუძველზე აგროვებენ თანხებს. ამ საკითხებზე გამოძიება არის რამოდენიმე დაწესებულებაში დაწყებული და ასევე აქვე გეტყვით, რომ როგორც გითხარით, ეფექტურად ჩვენ შევქმნით მექანიზმი, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს კი არ გამოართმევენ, ისინი ჩაირიცხებიან სამეურნეო სამსახურში და სახელმწიფოსგან აიღებენ ამ თანხას ხელფასის სახით. ნარკოტიკები დაწესებულებაში ნებისმიერში, მსოფლიოს ნებისმიერ დაწესებულებაში მეტნაკლებად არსებობს. თავარი არის ის, რომ ადმინისტრაცია მუშაობს ეფექტურად და ამ საკითხზე დასჯილი არის როგორც ჩვენი თანამშრომლები. ანუ ისევ ხდება თქვენი თანამშრომლების მიერ შეტანა პატიმრებისთვის ნარკოტიკებს. მათ შორის არ ველოდი ეხლა რომ ამებს დამიდასტურებდით, უბრალოდ ოპონირებისთვის ვიყავი მომზადებული და ეხლა რაღაც თქვენი მხრიდან დადასტურება, ეს ცოტა ისეთი ხმაურიანი თემაა ხა. გამოდის სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ადასტურებს იმას, რა ქვია, ოფშიაკებს, ადასტურებს მაყურებლებს, ადასტურებს ნარკოტიკებს, რა ხდება ციხეში? ციხეს თლიანად თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ადმინისტრაცია. არის ისეთი ესე ვთქვათ სუბკულტურა, რომელიც თავის მხრივ არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ესე ვთქვათ მიმდევარი არის რელიგიასთან გათანაბრებული მწამსის, რომელიც არის ანუ ქურდების მიმართ აყვანისება. თქვენ ფიქრობთ, რომ კიდევ არის ეს? მაგალითად, მთელი 9 წლის განმავლობაში მიდიოდა ძალიან აქტიური ბრძოლა ქურდული მენტალიტეტისთვის. მე ისიც მახსოვს, გადაცემა მაქვს ამაზე გაკეთებული, რომ ქურდული სიმღერა თუ კი სადმე შეიძლებოდა ყოფილიყო რესტორანში, რომელიმე რესტორანში იმ რესტორანს დახურვით ემუქრებოდნენ. მახსოვს გადაცემა მაგას. მარტივი პასუხი ამაზე 2011 წელს და 2012 წელს 24 პირი მიეცა პასუხისგებაში. 2011 და 2012 წელს 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო კანონიერი ქურდები იყვნენ ესენი. ქურდული სამყაროს წევრობას და კანონიერ ქურდებს. კარგით, ინტერაქტივი არის ასეთი, როგორ ფიქრობთ, გაუმჯობესდა თუ არა სიტუაცია ციხეებში? გადაცემის ბოლომდე იქნება ჩვენი ეს ინტერაქტივი, ძალიან საინტერესო არის შედეგები. დიახ, გაგაწყვეტინეთ. ნარკოტიკებზე ვსაუბრობდით. რა ფორმით შემოდის ეს ნარკოტიკები? თუ შეგიძლიათ რომ. ერთი არის გადაგდება ზღუდეზე, ეგრეთ წოდებული პერებროს, რასაც ეძახიან. არის ძალიან ხშირი შემთხვევები, როდესაც გაგატკებით? თუ როგორ? შურდულით, რავით, ძალიან ბევრი საშუალებით. მეორე, როდესაც ადამიანებს საკუთარი ტანით შემოაქვთ ეს სხვადასხვა ფორმით. მესამე არის, როდესაც არაკეთილსინდისერი ადმინისტრაციის წევრები ამას კადრულობენ გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ. ასევე შეიძლება იყოს კვების მანქანა, ნაგვის მანქანა და სხვადასხვა მეთოდები, პაემანი, გრძელვადიანი, მოკლევადიანი, მოკლედ ძალიან ბევრი საშუალება არსებობს. რამდენი დიდი დოზით ტრიალებს ნარკოტიკი დღეს ქართულში? ძალიან მცირე დოზით. ჩვენ გამოვავლინეთ ძალიან ბევრი ფაქტი, შეიძლება ყოფილიყო ისეთი ფაქტები, რომელიც ჩვენ ვერ გამოვავლინეთ, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო, ესე ვთქვათ, მეტი ყურადღებით, კიდევ უფრო მეტად მოვძლავრდებით და მეტი სარეჟიმო ღონისძიებებით ეს იქნება დაყვანილი მინიმუმამდე. ის რომ არსად არიარსებებს, ეს არ არსებობს. ესეთი რამე არ მომხდარა არც წარსულში საქართველოში და სოფლიოს არც ერთ განვითარებულ თუ განუვითარებელ ქვეყნის. ერთი წელი გავიდა ზუსტად ციხის იმ სკანდალური კადრების გამოქვეყნებიდან და გლდანის ციხე იყო რეალურად ეპიცენტრი იმ მოვლენების, რაც შემდეგ განვითარდა ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა რომ მაყურებელს ვაჩვენოთ, როგორ შევიდა დიდი პოლიტიკის კამერა გლდანის ციხეში და ამის შემდეგ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი პატიმრების მდგომარეობაზე. მანამდე რეკლამას გამოვაცხადებ ეთერში, არ გადართოთ, ჩვენ შევედით გლდანის ციხეში და მოგასმენებთ პატიმრების ინტერვიუს და იმ სიტუაციას გაჩვენებთ, რაც ყოველ შემთხვევაში კამერის წინ ღიად ხდება გლდანში. ერთს კი ვიტყვი ნამდვილად, რომ ჩვენ აქამდე ციხეში შიგნით ნამდვილად არ შევსულვართ. ამისთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, თქვენ როგორ ბრძანდები? გამარჯობა. ციხეზე ვაკეთებ გადაცემას 4 შაბათს და ამიტომ ვარ აქ. აი 1 წლის წინ აი ასეთ შეძახილებისთვის, ნამწვის განმავლობისთვის სემდნენ ადამიანს. 1 წლის განმავლობაში რა შეიცვალა? შეიცვალა რამე? რა თვალსაზრისით? აი ის მაინტერესებს, რომ გლდანის ციხის ამბებით დაიწყო რეალურად ხელისუფლების ცვლილება ხო ქვეყანაში და
გდანის ციხეში მომხდარი ამბები რო არ ყოფილიყო, შესაძლებელია არჩევნებში სულ სხვა შედეგები დამდგარიყო და ეს მაინტერესებს. პოლიციაში არ შეცვლილა არაფერი. არა. მისებია. წამებას რაც შეეხება მსგავსი რამეები ხო არ ყოფილა. კარგით ხალხო, კარგად იყავით და აბა თქვენ იცით. სკანდალის შემდეგ რაც მოხდა ამ სისტემაში არის საუბარი რომ უნდა საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმები გაჩნდეს ასე შემდეგ. ნუ პირველ რიგში ომბუდსმენმა გააფართოვა თავის მონიტორინგის მექანიზმი, მაგრამ მეორე ხა დღეს სისტემის ღიაობა გაცილებით სხვა ხარისხის არის ხა ელემენტარულად რომ ავიღოთ თქვა როდესაც 5000 ადამიანი გადის 9 თვის განმავლობაში ხდება ჩვეულებრივ ექიმებს, ახლობლებს, ექთნებს და გარესამყაროს და ჩვენ არანაირი ბერკეტები არ გვაქვს ცენზურის თქვა რომ იმ ექიმს რაღაცა უთხრათ რომ მაგას არ მოусმინო არ ეს არ უთხრა არავის რეალურად ხა შეუულებელია ამ სისტემაში რომ წამება მოხდეს და ის დაიმალოს ან ადამიანს შეუძლია თუმცა ფაქტია ისიც რომ ხდებოდა ეს წამებები და მე ერთს ვიტყვი რომ ექიმებთანაც ქონიათ ამ ნაწამებ ადამიანებს შეხება ძალიან შეზღუდული იყო ანუ ამ წამების მერე ექიმებამდე ისინი ვერ მიდიოდნენ სამოქალაქო ავადმყოფოებში ეს იყო ერთეულთა ხო მაგრამ აი ლოკალურად დაუშვათ ადგილობრივად ეს ხალხი ნაწამები ხო იყო სისტემა და ის ხალხი იყო ამ სისტემის ნაწილი. ბევრი იყო მსხვერპლი, ბევრი იყო მონაწილე, მაგრამ რეალურად გარესამყაროსთან კავშირი იყო უკიდურესად შეზღუდული. ხო წელი გლდანის ციხის ცნობილი სკანდალიდან სწორედ აქედან დაიწყო პოლიტიკური პროცესების ცვლილება ქვეყანაში. დღეს პირველად სწორედ პოლიტიკური ток-შოუსთვის დიდი პოლიტიკა გაიღო გლდანის ციხის კარები. ჩვენ პირდაპირ ეთერში მოგიყვებით, როგორი არის სიტუაცია იმ საპყრობილეში, სადაც ზუსტად 1 წლის წინ ლამის აჯანყება მოხდა, სადაც ზუსტად 1 წლის წინ გაირკვა, როგორ აწამებდნენ ხალხს, სადაც ზუსტად 1 წლის წინ გაირკვა, რა შემზარავი ისტორიები გადახდა ძალიან ბევრ იმ ადამიანს, რომელიც ეხლა ჩემს გარშემო მოდგას და რომელიც ეხლა მისმენს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ გლდანის ციხეში მოუხდებოდა. გამარჯობა, როგორ განდებით? შეიძლება კარგად ხარ, როგორ ხარ? გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა. გლდანის ციხეში ასე თავისუფალ ჟურნალისტებთან ვისაუბრეთ. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენთან იქნება ადრე გაგანთავისუფლო. სხვა ჩვენს კარგი ფეხი მაქვს, როგორც ამბობ. კარგით, მოგძანდით. წავას ხوار მიირთმევთ. არა, დიდი მადლობა. არ შეგაპირიქით, მე უნდა მომეტანა რავი ალბათ, როცა აქ მოდიოდი. უბრალოდ არ დამიგეგმია, რომ აქ მოუხდებოდი შიგნით საკანში. 1 წელი გავიდა ზუსტად იმ ცნობილი კადრების გახმაურებიდან, რაც უკავშირდებოდა გლდანის ციხეს და წამებებს გლდანის ციხეში. მეწეღა რომ დავსვი კითხვა რომელიმე მეთქი თუ ხარ თქო ვინც იყო იმ დროის ნაწამები თქვენ მითხარით მე ალბათ თუ გაიხსენებდით ახლა ამ ისტორიას გლდანის ხა უბრალოდ ბოდიშვიხთი საზოგადოებასთანაც სიგარეტს იმიტომ კაი მეც მოვწევ სოლიდარობის ნიშნად თქვენთან ერთად მოვწევი რომ უბრალოდ მახსენდება ხა ის არა უშავს ბოდიში არ ალბათ სახსენებელი დღები როგორ გაიხსენებდით აი იმ წამებას რა მოხდა რა დატრიალდა თქვენს თავს რა ხდებოდა ზოგადად ესეც მაინტერესებს მოგიყვებით და ჩემ თუ პიროვნულად ჩემზე გაინტერესებთ პიროვნულად ჩემზე თუ გაინტერესებთ მაგი რო არ მიკერძეობაში რო არ ჩამვითვალოთ იმე რომელიმე პატიმარმა ზოგადად მოგიყვებით რა ხდებოდა როდესაც შემოვედი გლდანის ციხეში დავხვდა თამაზ მელაძე იყო დირექტორი შემდეგ საოფიცროში ასე ვთქვათ სამორიგეოში იყო ლადო ბედუქაძე მე მას ვთხოვე რომ არ ვიცოდი ვინ იყო ლადო ბედუქაძე ჩვეულებრივი თანამშრომელი მე მას ვუთხარი რომ ესე დიაბეტი მაქვს სუდათ ვარ მეთქი ესე და ძალიან ვთქვი დიდხანს ნუ გამაჩერებ თუ შეიძლება რომ კამერაში ამიყვანოთ მეთქი გამოვყიდ ანუ რაზე დაგიჭირეს რაღაცა მეც მოუყევი სიმართლე და კარგი ვარ ინერვიულო უბრალოდ ერთს გაგაფრთხილებო ესე მითხრა საერთოდ უცნობი იყო ეს ადამიანი ჩემთვის
ხმამაღლა არ ილაპარაკო, რომ აქ საშინელი წამებებია და მეუთხე რატომ მეუბნებით ამას მეთქი, საშინელი წამებებია მეთქი და თქვენ ეთყობა სპეციალურად მოგაგზავნენ მეთქი, ჩემთან მეთქი და არა, უბრალოდ რომ მალე დამთავრდება ეს წამებებიო. და ამიყვანა მართლაც ამ კაცმა კამერაში და ზუსტად 1 დღეში შეიცვალა უფროსი. დადგა ვიღაც რა უკვე ყველა ვიცნობ. კილერა ზედმეტსახელად, ისა რა ქვია, რა გვარი იყო, ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად კილერა. ნუ იყო საშინელი წამებები დაიწყო, მე გავყავდით უფროსის კაბინეტში, მოდიოდნენ პროკურატურიდან პროკურორი, ვიღაც 2 ვიშიბალები. მე მცემეს საშინლად მაწამეს, აქ ეხა უბრალოდ არა სასურველია ჩემი ფიგურიდან გამომდინარე, თორე გაჩვენებით აქ ვარ გადაჭრილი. ეს აი მე მაქვს აგერ გაზეთი, რომელშიც გავწერე კვირის პალიტრაში, სადაც ეს არის რომელი რიცხვის რამოდენიმე თვის უკან 2013 წლის 7 ივლისი, ხო. აი ეს სტატია გამოვაქვეყნე, მოვიდა პროკურორი ჩემთან დასაკითხად, სახელი და გვარი მიწერია მისი. ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ. ახობამდეც მოვიდა, არანაირი რეაგირება. აი მე მინდა რომ სოფლიოს ვაჩვენო ეს, რომ ამ კაცმა მე მაწამა, არანაირი რეაგირება არ მომხდარა და კიდევ საპასუხო წერილი მომწერა თითქოს და მე ვიღაცამ გამომიყენა და ვიღაცა მე მთხოვდა. რას გიკეთებდათ ეს კაცი? აი წამებაში რა? წამებაში აი შევედი, შემიყვანეს იმაში კაბინეტში და მეუბნება რომ თუ შენო ითანამშრომლებო და თუ მისცემო სურათო შენო გახვალო აქედან თუ არა და ბოდიში და დაგაშარდავ თავზეო, მე ჩემი თვალით უყურებდი როგორ ჩემს შესაშინებლად როგორ აშარდავდა, აი ამის უკან არის ორმო იყო ადრე გაჩვენებთ. სადაც ჩააგდო ადამიანი და მაჩვენა ღამის 3 საათი იყო საკნიდან რო გამომიყვანა რომ მე შემშინებოდა. აი მე ვიყავი აი იქ C კორპუსზე, როდესაც გამომიყვანეს ღამის 3 საათი იყო გზეთა ესე 4. აქ ქონდნენ ეგრეთ წოდებული ორმო, ეს უკვე ამოვსობილია. და აქ ქონდნენ თვალებ ახვეული პატიმარი, რომელსაც თხოვდნენ რომ აი იმ ქონებას თუ გადმომიფორმებ იმ ქონებას, ნუ რომ რაღაც ქონებაზე ელაპარაკებოდნენ. თქვენ თვითონ ნახეთ და ხო და რო ვეუბნები მე რატომ მაყურებინებ მეთქი ამას მეთქი მეუბნებოდა რომ აი ესეთი დაგემართება შენო თუ ვინ იყო ხო არ გახსოვთ ის კაცი ვისაც ქონებას თხოვდნენ რომ გადაეფორმებინო სახელი და გვარი არ მახსოვს სახეზე ვიცნობ აი ამ ადგილას იყო აი სადღაც ამ ადგილას ეს იყო იმდენად ქონდნენ ეს კონსპირატიულად გაკეთებული რომ თვით ციხის ბევრმა თანამშრომელმა არ იცოდა ეგ, იმიტომ რომ იმდენად იყო რეჟიმი რომ თვითონ ციხის თანამშრომლებს ეშინოდნენ, აკრძალული ქონდნენ აქით გადმოსვლა. და მე როდესაც მეუბნებოდი რომ იცი რა ბოთლით მაინც დაასხი წყალი მეთქი რომ ეგონება იმიტაცია თითქოს აშარდა მეთქი ცოდვა ადამიანს რატო იმეტებ მეთქი და ამის გამო ცემეს მე. და მითხეს შენ თუ არ დათანხმდები იმას რასაც ჩვენ გთხოვთ, ანუ იგივეს გაგიმეორებთ შენზე. აი აქიდან უკანა მხრიდან გამოყავდნენ ღამის 3 საათზე კრუქს ესე არ ტყამდნენ პირველ სართულზე და სადაც დაინახავდნენ რომ სიგარეტის მოწევა იყო აკრძალული საკანში. და მინდა დავამატო რომ ეს მარტო ფიზიკური წამება კი არ იყო, მორალური წამებაც იყო, როდესაც პატიმარი კვირაში ერთხელ აბანოში უშვებ 10 წუთიცაც არ გიშვებს, მეუბნებოდი რომ 5 წუთი მარტო მინდა გახტაში და ჩაცმაში მეთქი. 7 წუთზე მეც არ არჩევ და რამდენჯერ საპნიანი გამოვსულოთ. მე ვიყავი სამეურნეო ნაწილში სანამ გადმოვიდოდი. იყო შემოდიოდნენ ღამე, არაფრის გამო 20 კაცი აგდებდნენ შპონკის ქვემოთ ხალხს, პატიმრებს, ვინც მე ვერ შემაგდე, იმიტომ ვერ ვეტეოდი ფიზიკურად, რომ ძალიან რომ მინდომებოდა ვერ შევეტე. აი რა სასარგებლოა ხანდახან სიმს უქნე მე ამას ვამტკიცებ ხო. ხო და ისა რა ქვია შემდეგ ისე მოხდა რომ აი 26 მაისი ბურჯანაძე რო ატარებდა ნინო ბურჯანაძე აქცებს, აი იმის მერე ძალიან გასაზიზღრებლად აწამებდნენ პატიმრებს. რა ფორმებით, რა სუშვებით? ცალფეხზე აყანებდნენ, აი შეხედეთ ჩემ ფეხს. ეს არის ერთ-ერთი წამების ფაქტი. ანუ თუ ერთი დააშავებდა ხმამაღლა დაიწყებდა ლაპარაკს, ანუ უნდა გამოსულიყო ყველა და ცალფეხზე უნდა დავდგარიყავით. ყველა 10-ვე ადამიანი, ან 8 ადამიანი რამდენიც საკანში ვიყავით. მე თუ ეტყოდით რომ გვინდა გასვლა სასეირნოდ პრაგულკაზე,
გვეკუთვნოდა 1 საათი 10 წუთზე მეც არ გვაჩერებდნენ ხელები უკან უნდა გაიკეთებია ესე და სირბილით უნდა არბენილიყავი მე-5 სართულზე მე ჩემი სიმსუქნიდან გამომდინარე ვერ ავრბოდი და მიწევდა ცემა იმის გამო რომ ჩემი საკამერნიკები არ დარჩენილიყო ბადრაგები იყვნენ ბადრაგები ოფიცრები იყო ესენი რომელიც ხალხს აწამებდნენ ქალბატონო ინგა და დღემდე რამდენი საჩივარი დავწერეთ 50 საჩივარი დავწერე მე თვითონ პროკურატურა არანაირ რეაგირებას არ აკეთებს და იმის თქვა მინდა რომ ეს ხალხი რომელიც კაი დავანებოთ იმას ბაჩუახალაიას ბაჩუახალაია ხო არ ეუბნებოდა რომ იცით რა 10 კაცი როა საკანში ერთი ბოთლი ნაბეღლავი დაუტოვე მხოლოდ ოდესაც წყალი წყდებოდა და მე რომელსაც მაქვს დიაბეტი და ვეუბნები რომ 2 ლიტრა წყალი არ მეყოფა მეთქი მეუბნება შენი დედა შენი ოჯახი მე არ მაინტერესებს ცემდნენ ხო რა თქმა უნდა 9 ბოთლს მიგდებენ და მიტოვებენ ერთ ბოთლს ქალბატონო ინგა ეს არ არის წამების ტოლფასი და როდესაც ჩემ მეგობარს 2 თვის ბავშვი ყავს დავძანდი ძალიან ხო. 2 თვის ბავშვი რო ყავს და აქ აქვს სურათი გაკრული. ჩამოაგდო და შენი დედა და ესე სრისავს ფეხებით. ხო შეუძლია ეს არ დაუალებია ბაჩუახალაიას და არ დაუალებია იმას რა ქვია ადეიშვილსო სურათი ბავშვის ჩამოუგდეთო. იგენი სხვა სისხლში აქვენ გასრული, მაგი ყველა მისი ჯვა ატაროს მისი ცოდვა. ეს ხალხი რატო არა მე ვეკითხები ბატონო არჩილ, ბატონო ბიძინა. ძალიან გთხოვთ თქვენ მოგვეცით ჩვენ იმედი სამართლიანობის რო სამართლიანობა აღსდგებოდა, ხო? ბევრად, მაგრამ სამართლიანობა მე როდესაც წამართვეს ამხელა თანხა, ამხელა სურათები და მე წერ გაზეთებში, წერ ისა რა ქვია ყველგან სადაც შემეძლება რატო არ მაგცემა ყურადღებას? და მე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ბატონ ბიძინას რომ თქვენ ბატონო ბიძინა თქვენ გაქვთ საქართველოს ქართველი ერის წინაშე ვალდებულება იქიდან გამომდინარე რომ თქვენ ხალხი გენდობა და უყვარს თქვენი თავი და თქვენ უნდა აღადგინოთ ეგ სამართლიანობა ქართველი ხალხის გამო და ისე უნდა წაბრძანდეთ ასე ვთქვათ სამოქალაქო სექტორში ეს არის ჩვენი თხოვნა ქართველი ერის არა როგორც პატიმრის არამედ ქართველი ერის და ჩვენი იმედი გვაქვს კარგად ბრძანდებოდეთ აბა თქვენ იცით გაძლებას გისურვებთ კარგად ბრძანდებოდეთ შეწუხდით, მადლობა დიდი. თქვენ უფრო გჭირდებათ მე მგონი ეხლა. თქვენი გაკეთებულია. როგორ ხართ რა შევით? აი, ვაკეთებ 1 წელი რო გავიდა იმ ცნობილი ამბებიდან გლდანის ციხის და დღეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, არ მეგონა ბოლო აქ თუ შემოვაღწევდი და შემოვედი და რა ვიცი. რას გვეტყოდით? რამე შეიცვალა სიტუაცია. თქვენ ხო არ გაწამებდნენ? მე 8 წელი ვიჭერდივათ რეჟიმში. და ვირტყამდნენ და რაღაც წამებები და ესეთი ქონდა? ადრე ცოტა მოგვიწია ჩვენს. ხო. მეც მეძურა ფერაგოში. კარგად იყავით, ღმერთმა სულ გახარებული გამყოფოთ, აბა დროებით ხალხო და გარეთ გისურვებთ მალე გასვლას და განთავისუფლებას. დიდი მადლობა, ამას წავიღებთ ჩემთვის სახში. მადლობა, კარგად იყავით, ნახვამდის. ეს არის ციხის ცნობილი რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც მოხვედრა წლების განმავლობაში ბევრი პატიმრის აუხსნელი ოცნება იყო. აქ მოხვედრა ნიშნავდა უფრო მეტ თავისუფლებას ყოველთვის და ალბათ ნიშნავს კიდეც ახლა უფრო მეტ კომუნიკაციას. სასჯელახსრულების მინისტრის მოადგილე ბატონი აჩ თალკვაძე იმყოფება ჩემს გვერდით. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ შემოგვიშვით აქ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით გლდანის ციხეში, გლდანის ციხის ტერიტორიაზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ციხის, რას ეძახდნენ? RB, რომელიც როგორც გითხარით, ყველასთვის იყო ოცნება. 1 წელი გავიდა თქო წეგან ვახსენე აი იმ ცნობილი კადრების გამომზეურებიდან ბატონ არჩილ და მაინტერესებს იმ ნაწამები პატიმრების ბედი, ვინც გარეთ არ გასულან, ვისაც არ შეხებია ამნისტია, ვინც დღესაც პატიმარია, როგორ არის ეს ხალხი? ის რაც ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, ამ აზრზე ინდა საშინელი კადრები თავისთავად გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მათი ფსიქიური თუ ისე ფიზიკური მდგომარეობა ეხლაც ალბათ არის უმძიმესი. 5027 ადამიანი ეს არის პრაქტიკულად ნახევარზე მეტი დღეს არსებული პატიმრების კონტინგენტის და ბუნებრივია რომ სამხელად ციფრებზეა საუბარი არის იმიტომ დაგვჭირდა ჩვენ ამ ადამიანების გადაყვანა საავადმყოფოებში რომ მათ აქვთ ძალიან მძიმე დაზიანებები, მათ აქვთ ბევრი დაავადება, რომელიც უყურადღებოდ იყო დატოვებული, მათ
ხშირ შემთხვევაში არ აქვს სწორი დიაგნოზები, ხშირ შემთხვევაში არ აქვს ადეკვატური მკურნალობა მიღებული და მე პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ სამედიცინო რეფერალის აი ესეთი მასშტაბი განპირობებულია იმით, რომ სისტემაში არის ძალიან სერიოზული შედეგები, ძალიან მძიმე ჰუმანიტარული შედეგები იმ ესე ვთქვათ მენეჯმენტის იმ მეთოდის და იმ მიდგომის, რომელიც იყო წლების განმავლობაში დანერგილი. ხო, თუმცა ძალადობის გარეშე არის თუ არა დღეს სიტუაცია სასჯელ აღსრულების სისტემაში, ამაზე ძალიან ბევრი განსხვავებული მოსაზრება მომისმენია. მე ამ კითხვაზე ხა თქვენ არ მოგთხოვთ რა საკვირველია პასუხს, მაგრამ ჩვენ გვსმენია რა ერთი შემზარავი ისტორია, არ ვიცი, ამას დამიდასტურებთ თქვენ თუ არა, თუნდაც ეხლა ბოლო პერიოდში ციხეში განვითარებულ მოვლენებს გულისხმობ, ანუ რაღაც ინფორმაციები ყოველდღიურად გვესმის, რომ რაღაც პატიმრის პრობლემა, იქ შიმშილობებია, იქ თვითდაზიანება, იგივე ლევან კორტავას ცნობილი საქმე და ასე შემდეგ. ერთი რამ მინდა რომ კითხოთ, მე ვიცი რომ აქ იწყებ თქვენ C ჰეპატიტის მკურნალობის ძალიან სერიოზულ პროექტს. ანუ ყველა პატიმარს, ვისაც ექნება ეს დიაგნოზი დასმული, უფასოდ უმკურნალებთ? C ჰეპატიტი იყო და არის ერთ-ერთი მძიმე პრობლემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით დღეს ამ სისტემაში და ეს არის პრობლემა, რომელიც დღეს რომ ნაბიჯები ჩვენ არ გადაგვედგა, უფრო დიდი მასშტაბით, ესე ვთქვათ, დაგვარტყამდა მომავალში. ახლა უკვე მზად არის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს 12000 ადამიანის გამოკვლევას წელიწადში, 3000 ადამიანის სიღრმისეულ შეფასებას სამედიცინო კუთხით, 500 პაციენტის მკურნალობას წელიწადში, 5000 ადამიანის ვაქცინაციას B ჰეპატიტზე. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება სახელმწიფოს ხარჯზე, მაშინ, როდესაც წინა წლებში ადამიანებს უხდებოდათ 3 წლიანი ბიუროკრატიის, სტრასბურგში ადამიანის უფლებების დაცვის, ადვოკატების, ჩივილის, განცხადებების წერის ფასად მხოლოდ ის, რომ მიეღოთ ეს მკურნალობა, არსებობს მიახლოებითი მაჩვენებლები, სადაც სამოქალაქო სექტორთან შედარებით ამ ინფექციის გავრცელება 5-ჯერ, 6-ჯერ მაღალია ჩვენ სისტემაში. მე მახსოვს გავიხსენებდი ერთ შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთმა პატიმარმა სახელმწიფოს სამკურნალობაზე საქმე მოუყო სტრასბურგის სასამართლოში, იმ დღესვე, როდესაც ჩამოვიდა ეს გადაწყვეტილება საქართველოში, ეს ადამიანი გაათავისუფლეს და არგუმენტად პასუხად გასცეს, რომ ჩვენ მივიღეთ ვალდებულება რომ უმკურნალოთ პატიმარს, მაგრამ თქვენ პატიმარი აღარ ხართ. ძალიან საინტერესოა, ეს კარგად დასრულებულა, კარგი ფინალით, მაგრამ არის უფრო სხვა ისტორიები, ძალიან მძიმე შემთხვევებით, უამრავი ადამიანი ჩვენ ვიცით, რომ ამ დაავადებითაა დაავადებული და არის პარალელურად პატიმარი. ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ, აი თქვენ ამბობთ, რომ ეს პროექტი უნდა დაიწყოს, ჰეპატიტზე მკურნალობა, დაუშვათ პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა პატიმრების თემას ამ მიმართულებით მეტნაკლებად მოიხსნებაო. ხო, არ ფიქრობთ, რომ ამ პროექტის განხორციელების პარალელურად რაღაცა რისკები ჩნდება იმისი, რომ დაუშვათ, ვისაც აქვს ჰეპატიტი, რომლის მკურნალობაც ისედაც ძალიან ძვირიჯდება, თავისუფლებაზე მყოფი ადამიანი, სპეციალურად შეიძლება გახდეს პატიმარი, აი რაღაცა ხულიგნობა ჩაიდინოს, მიზანმიმართულად რაღაც დანაშაული ჩაიდინოს, რომ მოხდეს ციხეში, ვინაიდან ციხეში მკურნალობა იქნება უფასო. ხო არ ფიქრობთ, რომ აი ეს თქვენი პროექტი შეიცავს მსგავს რისკებს? ანუ მე თუ მაქვს ჰეპატიტი, მირჩევნია რომ ვიყო ციხეში და იქ მიმკურნალონ, იმიტომ რომ ვცხოვრობ საქართველოში, სადაც უზარმაზარ პროცენტს არ აქვს იმის საშუალება, რომ ამ დაავადებას მოერიოს, ამიტომ მე მირჩევნია რომ გავხდე პატიმარი. ეს შეკითხვები რამდენიმე თვის წინ ჩვენ თვითონ დავუსვით ჩვენ თავს ამ შეკითხვებზე არსებობს პასუხები და პასუხი არის ის, რომ 10000 მოქალაქე მიიღებს მკურნალობას იგივე ფასად და ეს არის ძალიან შემცირებული ფასი მკურნალობის, რომელიც წელს დაფიქსირდება პატიმრების თვის წამლების შესყიდვის ტენდერში და მეორე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს თავისი ძალიან თანამდებობრივი გეგმა, რომლითაც ის უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ამ მკურნალობის მიწოდებასაც. ამიტომ არავის არ დასჭირდება პატიმრობაში, ესე ვთქვათ, მოხვედრა იმის გამო, რომ ეს მკურნალობა მიიღოს. მე ვიცი ერთი რამ, რომ აი ამ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ძირითადად ეს კრიმინალური ავტორიტეტები იყრიდნენ ხოლმე თავს, უფრო აი ქურდები, კრიმინალური ავტორიტეტები, დაუშვათ გავლენიანები, ვინც იყვნენ ციხეში. ეხლა რა მდგომარეობა? მე ვიცი, რომ იგივე კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია ამ წუთებში აქ იმყოფება, ხო? დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ამ საავადმყოფოში არის და განსაკუთრებით მისი განახლების შემდეგ, როდესაც მოხდებიან ამ საავადმყოფოში, ერთადერთი ფაქტორი, რაც მათ აქ განმოსვლას, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფს, ეს არის პაციენტის სტატუსი, ეს არის კონკრეტული სამედიცინო მდგომარეობა, რომელსაც ჭირდება ჩარევა. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ.
ბატონო მიშა, მოკლედ, რასაც მე უსმენ, თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი არის ნორმალურად, უпростоრეთ ადასტურებთ ამ ჩემს შეკითხვებს, მაგრამ მაინც ამბობთ, რომ არის ნორმალურად. ეხლა უსმენდით ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რა ხდება, ამაზე ინტერვიუს. ოფიციალურად ამბობთ, რომ არის ყველაფერი კარგად, მაგრამ თითქმის დღე არ გავა, რომ რაღაც ინფორმაცია არ გავიგოთ პატიმრებზე. არის შიმშილობები, არის თვითდაზიანებები, არის ძალიან მძიმე თვითდაზიანებებიც, ხან თვალის ამოკერვა, ხან ყურის მოჭრა, სასქესო ორგანოთი დაჭედება, სკამზე და ასე შემდეგ. ანუ იქ რომ იყოს ყველაფერი ისე, როგორც ოფიციალურად გვეუბნებით, არა მარტო თქვენ მთლიანად, მთელი ამ სისტემის წარმომადგენლები, ეს ადამიანები თვითდაზიანებებს ასეთი დოზით რატომ მიიყენებდნენ. მე მინდა ისიც გაგახსენოთ, რომ ამ დღეებში პრესაში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია იგივე მოჭრილ ხელთან დაკავშირებით, პატიმრების წამებასთან დაკავშირებით, შიგნით პატიმრებს შორის ჯგუფთან დაკავშირებით და ერთმანეთზე ანგარიშწორება, იმიტომ რომ ისევ ციხის ადმინისტრაცია დაუშვათ ლოიალური არის ავტორიტეტების მიმართ. აი რატომ იქ თუ არის ყველაფერი კარგად, ამდენი თვითდაზიანება საიდან მაშინ? იმედია სრულად მომეცემა, ხა პასუხი მინდა გავცე სრულად. დავიწყოთ იმ მომენტიდან, რომ რამოდენიმეჯერ თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ მაყურებლების პრობლემა ისე წარმოჩინდა, თითქოს მაყურებელს არ მინდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს პრობლემა გაჩნდა. ეს პრობლემა მუდმივად არსებობდა. აქ არის ორი მიდგომა, ერთი თუ შეფუთავ და დამალავ ამას და მეორე როდესაც ღიად ეს მაყურებელმა გამოიტანოს ამაზე დასკვნები, როდესაც საჯაროდ გამოგაქვს ეს ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, იგივე ოფშიაკი, იგივე მაყურებელი, იგივე ეს პრობლემა, იგივე ის ყველა სუბკულტურული პრობლემები არსებობდა და არ წარმოჩენილა ეხლა, არ გაჩნდა ეხლა. მით უფრო საგულისხმოა ის, რომ ამის წინააღმდეგ ბრძოლა არ ხდებოდა საკანონმდებლო მექანიზმებით, რაღაცა არსებობს ევროპული სტანდარტებით, მექანიზმებით, სახელმწიფოებრივი მიდგომით, რასაც დღეს ჩვენ ამას ნამდვილად ვაკეთებთ. ამას სრული პასუხისგებლობით ვაცხადებთ. რაც შეეხება თვითდაზიანებებს და აი ზუსტად მაყურებლების მართავს. თქვენ შეგიძლიათ თქვენს მრავალ კოლეგას გითხოთ, რომელიც ის და საზილახსოვრებლად დაწესებულებაში და გეტყვია, რომ შიმშილობა რომ დაეწყოთ, თვითდაზიანება რომ მიეღო, უნდა ეკითხა ადმინისტრაციისგან მართული მაყურებლისთვის. შიმშილობა რომ დაეწყო და თავი რომ დაეზიანებინა. დღეს რომ ჩვენ ვიყოთ გარიგებაში ამ ადამიანებთან, ვერ განვახორციელებდით სარეჟიმო ღონისძიებებს, ვერ განვახორციელებდით უამრავ უსაფრთხოების ღონისძიებებს, რომელსაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელსაც პროტესტის გამოხატვა უნდა, მას აქვს საშუალება, რომ ეს გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის შიმშილობით და თვითდაზიანებით. რაც შეეხება ინფორმაციას თვითდაზიანებაზე, მინდა სრული პასუხისგებლობით გითხრათ. ჩვენ გავაკეთეთ 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი. 70%-ზე მეტი არის ტყუილი. 70%-ზე მეტი არის ტყუილი და ამას დოკუმენტალურად, მას შემდგომ როდესაც დასრულდება ამ დოკუმენტზე მუშაობა, მე თქვენ მოგაწვით პირადად. კი ბატონო. და გეტყვით რომელი ნიუსი იყო ტყუილი. კი ბატონო, მაგრამ მოდით აი მე წეღან ვახსენე რეგულაციების თემა. რამდენადაც ვიცი აპირებთ პატიმრებისთვის გაამკაცროთ კანონი თვითდაზიანებებზე. რატომ? მე რატომ გახდა რომ საჭირო რომ კანონმა თუ შიდა განაწესით მოხდება ეს თუ როგორ მოხდება რომ თუ კი პატიმარი მიიყენებს თვითდაზიანებას მის წინააღმდეგ რაღაც სასჯელი უფრო მისი სასჯელი კიდევ უფრო დამძიმდება ხო? არა, ასეთი კანონის ჩვენ არ ვაპირებთ, უბრალოდ აკრძალული ნივთების ჩამონათვალი გავზარდეთ, რითაც პატიმრები იყენებდნენ თვითდაზიანებას, მათი უმრავლესობა გაგებით მოეკიდა ამ საკითხს. ეხლა მალე ნოდარ მელაძე ჩაგვერთვება და წარმოგვიდგეს მთელ არსენალს. თუ გაინტერესებთ რა აკრძალული ნივთები არის ამოღებული ციხეებში, სულ რამდენიმე წუთში თქვენ ამ ნივთებს პირდაპირ ეთერში იხილავთ. დიახ. და რაც შეეხება ამ აკრძალული ნივთების ჩამონათვალი გაიზარდა, მჟავდებულთა უმრავლესობა გაგებით მოეკიდა, რაც ჩვენთვის ძალიან საგულისხმო არის და აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ ასეთ დამოკიდებულებას ჩვენდამი. ამან შეამცირა თვითდაზიანება და ყოველთვის რასაც ზიანი მოაქვს, ადმინისტრაცია და ზოგადად ხელისუფლება ცდილობს, რომ ზიანი შეამციროს. დიდი მადლობა. მოდით ნოდარს ჩავთავთ ახლა ეთერში, ნოდარ მელაძე წარმოგვიდგენს იმ ნივთებს, რომელიც ამოღებული იქნა ციხიდან. ნოდარ მოგესალმებით ინგა.
ოპერაციაზე შედიხარ ხელთათმანებით? არა, ხელთათმანები გამოფრთხილეს, რომ იყო აუცილებელი ატრიბუტი იმისთვის, რომ ეს ნივთები გამოგვეფინა აქ ჩვენს ახალი ამბების სტუდიაში და გვეჩვენებინა მაყურებლისათვის, როდესაც საუბრობ ერთია, როდესაც საჩვენებ მეორე, იმისთვის, რომ სუსტად მიიღო და მიაწოდო ინფორმაცია მაყურებელს, უკეთესი იქნებოდა ჩვენს ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ჩვენ სტუდიაში მოგვეტანა იმ აკრძალული ნივთების ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც საჯელახშულების სამინისტროს მიერ ჩატარებული ჩხრეკისას იყო ამოღებული საგნებიდან. მე ახლა გიჩვენებთ რამდენიმე სეგმენტად ამ ყველაფერს და მოგიყვებით თვით დაზიანებების შესახებაც. პირველი ამაგიდაზე გამოფენილი არის აი ეს აკრძალული ნივთები, რომელიც არის ჩხრეკისაგან ჩხრეკის დროს ამოღებული. ეს არის დანები, რომელიც ამოიღეს ჩხრეკის შედეგად. ყველა მათგანის დამზადება ხდება ციხის პირობებში და თქვენ და მაყურებელსაც შეუძლია ნახოს კადრში, რომ ეს არის სხვადასხვა კუსტარული წესით დამზადებული დანები. შუა ნაწილში თქვენ ნახავთ იგივე აზარტული თამაშები, ბუნებრივია საპყრობილეში არის აკრძალული, ეს არის სიგარეტი, ასტრას, კოლოფებისაგან დამზადებული ხელნაკეთი კარტი, რომელიც ასევე ამოღებულია, ასევე მობილური ტელეფონები. მიშა ხურცკაია მისაუბრა ჩვენთან ეთერში, რომ მათ შორის ეგრეთ წოდებული რაგატკების საშუალებითაც კი ხდება მობილური ტელეფონების გადაწოდება ციხეში. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო მაგალითად ქსნის კოლონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც დააფიქსირეს ორი პიროვნება, რომელიც სწორედ ამ სასროლი საშუალებებით ღობის გადაღმა აგდებდა მობილურ ტელეფონებს, შემდეგ ისინი დააკავეს და ამ თემაზე დაიწყო მოკვლევა კიდევაც. შემდეგი ნივთები, რომელიც არის ასევე ამოღებული ჩხრეკის შედეგად, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ფაქტორის მქონე, ეს არის სტატუს აპარატი, რომელიც არის საპყრობილის პირობებში ხელოვნურად დამზადებული. სწორედ აი ეს არის ერთ-ერთი მაღალი რისკის მატარებელი, რატომ? იმიტომ რომ როდესაც ერთი და იგივე კუსტარულად დამზადებული სტატუს აპარატით ხდება სვინინგის გაკეთება და დატანა სხეულზე, ბუნებრივია ძალიან დიდია რისკი იმისი, რომ სხვადასხვა სახის ვირუსული დაავადებები და ინფექციები გადავიდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე, საუბარია C ჰეპატიტზე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საჯელახშულების სისტემაში, ასევე შიდსა და სხვა სახის ინფექციურ დაავადებებზე, რომელიც გადადის აქ აქვს ხოთაშორის შედარებით პატარა ზომის ასევე სტატუს აპარატი, რომელიც კუსტარულად დამზადებული, რომელიც არის საპყრობილიდან ამოღებული. ნოდარ, ბატონ მიშას მინდა აქვე რო უკითხვა, აი რანაირად ხდება ეს ნივთები, რაღაც აკრძალული ნივთები. ბატონ მიშა. ნოდარ დარჩი ჩვენთან თუ შეიძლება, უბრალოდ მაინტერესებს. სხვადასხვა გზით ეს თქვი და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ადამიანებში აქვთ ტანით, მოკლევადიან, გრძელვადიან პაემნებზე, ტრანსპორტით, გადაგდებით, ეს იქნება ეგრეთ წოდებული რაგატკა თუ არბალეტი თუ ასე შემდეგ, რა ვიცი, ნებისმიერ მეთოდით თუ რაიმე შეიძლება ხანდახან ერთი იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც სპორტსმენი მოიყვანეს ბირთვის ტყორცნელი რომ შორს ესროლა. ნუ არის ხა ციხეს ახასიათებს. მაგრამ აი კიდევ ერთხელ მინდა იმ მაყურებლების თემაზე თქვა, ეს მაყურებლების ამოღებული არ არის. ეს არის რეჟიმისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამოღებული აკრძალული ნივთები. ეს ღონისძიებები გაგრძელდება აქტიურად. ეს ღონისძიებები იქნება ძალიან, ესე ვთქვათ, ეფექტური. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში აკრძალული ნივთების ამოღების დინამიკა არის შემცირებული. მადლობ, ნოდარ, თუ შეიძლება, თუ დაგჭა კიდევ რაიმე ისეთი ნივთი, რომელიც გინდა რომ გაჩვენო და მე ბოლო კითხვა უნდა დაუსვა ბატონ მიშას. რამდენიმე ნივთი, რომელიც გინდა რომ გაჩვენო, სხვათა შორის სინგაშენ დასვი კითხვა, როგორ ხდება ეს ნივთები ციხეში. მაგალითად, აი ეს საჩხლეტის საშუალება ალბათ უფრო დანა არ არის, იმიტომ რომ არც ისე ბასრია დამზადებულია სანთებელის ტარისაგან. და ყველა ნივთი, რომელიც აგდებს ზოგადად აი მსგავსი კუსტარული წესით არის დამზადებული. ეს არის სინგა შეხედო და ნახომ პირდაპირ გეტყვი, აღარ გკითხავ შენი აზრით რა არის ეს. ეს არის არყის სახდელი აპარატი, რომელიც საპყრობილიდან არის ამოღებული. აი ესეთი სპეციალური მოწყობილობა თავისი სადენით, კუსტარულად დამზადებული ფილტრით და ამ კომპოზიციის გავლის შემდეგ ხდება ბრაგის, ეგრეთ წოდებული ბრაგას დამზადება. ამისთვის არის საჭირო პური და ხილის ნამრცხვენი, რომლის სინთეზიც ხდება, შემდეგ აი ამ კუსტარულ მოწყობილობაში გადის და ალკოჰოლური სასმელი ამის შემდეგ ჩდება საკანში. სხვათა შორის ეს არის ალკოჰოლური სასმელი, აი ამ ბოცაში მოთავსებული, რომელიც არის საპყრობილეში დამზადებული. ინგა ძალიან აქტუალური თემაა, როდესაც უყვებით ჩვენ მაყურებელს, თუ როგორ ხდება უკანატანის საშუალებით, სხეულის საშუალებით, იგივე მობილური ტელეფონების გადატანა. ჩვენ ახლა შეგვიძლია უჩვენოთ გრაფიკული გამოსახულება, ეს არის რენტგენის ფოტოასლები, რომელიც სრულად ასახავს ერთ-ერთი პატიმრის გამოკვლევას. ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს უფლება დავასახელოთ ამ პატიმრის გვარი და სახელი და სადაც არის ძალიან მკაფიოდ მითითებული თუ მის სხეულში არის Samsung-ის ბრენდის ტელეფონი, რომლის გადატანასაც ის ახდენდა სწორედ სხეულის საშუალებით. არსებობს ორი ტიპი, პირველი, როდესაც შედიან ჩხრეკაზე, სწორედ მაშინ ხდება სხეულში ამ ტელეფონის შეტანა და მეორე, როდესაც ეტაპირება ხდება ერთი საპყრობილიდან მეორეში, სწორედ ამ ფორმით მალავენ ისინი, რადგანაც არ ეთმობათ მობილური ტელეფონი, რომელიც საკმაოდ რთული გზით აქვთ შეტანილი საპყრობილეში. მე მინდა გაჩვენოთ ინგა ასევე სხეულიდან ამოღებული სხვადასხვა ნივთები, აი ეს არის გადაყლაპული ნივთები თვითდაზიანებების დროს, როდესაც ცდილობენ რომ ისინი საპყრობილის ნაცვლად მოხვდნენ უკვე ციხის რესპუბლიკაში
კლინიკურ საავადმყოფოში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში ეს კოზებიც, ეს ჩანგლებიც, ეს ყველა რკინის ნაკეთობა არის სწორედ მათი სხეულიდან ამოღებული და ეს არ არის ყველაფერი. აი ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მონიტორზე ახლა ვნახოთ გადაკლაპული ნივთებიც, რენტგენის ასლები, აი აქ მაყურებელი დაინახავს რომ აი ეს არის მაგალითად საკვნეტი, რომელიც და თერმომეტრის ნაწილი, რომელიც ერთ-ერთმა პატიმარმა ის გადაყლავა. როგორ ხდება ვენების გადაჭრა? ერთი ხელნაკეთი ნივთი შემოვიტანე ბოლოსათვის, შემოვინახე, აი ეს არის სწორედ ციხეში მოგეხსენებათ არ არის საპარსი აკრძალული, ერთჯერადი საპარსის შეტანა შეუძლია ნებისმიერ მსჯავრდებულს, შემდეგ ხდება ამ საპარსების დაშლა და მსგავსი სახის კუსტარული ნივთის აწყობა, რომლითაც თვითდაზიანებებს იყენებს თავად მსჯავრდებული. ძალიან დიდი მადლობა ნოდარ, ეს იყო ნოდარ მელაძე და მე მინდა რომ დაგისვათ ბოლოს შეკითხვა. არსებობს ინფორმაცია, რომ თქვენ აპირებთ კონტროლის გამკაცრებას ციხეზე. ანუ არა მარტო მოხდება ვიდეო გადაღება, არამედ მოხდება ასევე აუდიოც, ხო? ჩაწერა. რატომ რისი გეშინიათ, რატომ არის საჭირო ამხელა თვალთვალი და ამხელა კონტროლი და არის თუ არა რეალურად ციხეში იმის საფრთხე, დღევანდელი მონაცემები და იმიტომ ხომ არ შემოგაქვთ ეს კანონში, რომ რაიმე არ მოხდეს ბუნტის მაგვარი. კანონ პროექტი, რომელიც შემუშავდა, მოიცავს ძალიან ბევრ, ესე ვთქვათ, მიმართულების მხრივ საჯილავსულების სისტემის განვითარებისთვის სასარგებლო, ესე ვთქვათ, კომპონენტებს. დაიხვეწება აუცილებლად დაიხვეწება ყველა მიმართულება, მათ შორის აუდიო, ვიდეო, ვიზუალური მეთვალყურეობა, როგორც თანამშრომელთა უფლებები, ასევე არასრულწლოვნების უფლებები. ეს არის დაახლოებით 100-მდე საკანონმდებლო ცვლილება. მათ შორის ეს არის კონტროლის მექანიზმი. ყველა მოქმედება უნდა ჯდებოდეს კანონის ჩარჩოში. ყველა მოქმედება უნდა იყოს ეფექტური, რომელიც საბოლოო ჯამში მოიტანს კარგ შედეგს. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელსაც მივუყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებით და აქედან გამომდინარე ერთ-ერთი შემადგენელი არის კონტროლის მექანიზმები. რა თქმა უნდა, იყო კონტროლის მექანიზმი თქვენთვის ძალიან კარგად ცნობილი კონტროლის მექანიზმი, რომელიც ცემა, წამება და ასე შემდეგ. სხვა მეთოდები. რა გინდათ ახლა მითხრათ, რომ ციხეში დღეს ბადრაგები არ სცემენ პატიმრებს? ნამდვილად. მინდა გითხრათ, რაც შეეხება ძალის გამოყენებას, კანონმდებლობაც ითვალისწინებს ძალის გამოყენებას. ამიტომ არსებობს სპეციალური დანიშნულების რაზმი, ამიტომ არსებობს რეჟიმის სამსახური. იმ შემთხვევაში, თუ ამოიწურება ვერბალურ ყველა საშუალება, აუცილებლად იქნება პროპორციული ძალა გამოყენებული. ამას გეკპირდებით, ამის გარანტი მე ვარ, ეს ნამდვილად ესე იქნება, მაგრამ იქნება სწორი, მკაცრი და სამართლიანი. აი ეს არის აქ თავარი, მაგრამ რაც შეეხება მათთან ურთიერთობის ფორმებს, უსაფრთხოების ელემენტებს. ეს უნდა იყოს ტექნიკური და ადამიანური რესურსებისა და სწორი მოქმედების ხარჯზე და არა ხელკეტის ხარჯზე. აქედან გამომდინარე ეს საკანონმდებლო ცვლილებაც და აქედან გამომდინარეობს ყველა ჩვენი მოქმედება. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის რომ ვიყოთ სამართლიანი. კარგ ადამიანებს გქონდეთ კარგი პირობები და გქონდეთ კარგად განვითარებისა და ინტეგრაციის საშუალება და ცუდი ქცევის ადამიანებს გქონდეთ შესაბამისი აუცილებლად ხდება მსჯავრდებულთა დიფერენციაცია მათი ქცევის წესის მიხედვით და შესაბამისი რისკი, შესაბამის დაწესებულებაში ისინი მოხდებიან თავისი ქცევის შესაბამისად და თვითონვე აირჩევენ თავისი ცხოვრების წესით და ქცევით თუ სად როგორ მოხდებიან და განთავსდებიან. ძალიან დიდი მადლობა. მე კი მაყურებელს მინდა შევთავაზო კიდევ ერთი ციხის კადრები, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით. ეს არის ეგრეთ წოდებული კრიტი, ორთაჭალის ციხე და იქიდან სულ რაღაც 5 თვის წინ გაიყვანეს, ხომ თუ არ ვცდები პატიმრები, თებერვალში გაიყვანეს, თებერვლამდე კი აი იმ კადრებში, ახლა რომელსაც თქვენ ნახავთ, აღმოაჩენთ რომ საოცარ პირობებში იყო უამრავი ადამიანი, ხშირ შემთხვევაში ერთ კამერაში, რომელიც დაუშვათ 15 კაცზე ან 16 კაცზე იყო გათვალისწინებული 25 და 30 ადამიანი, 30 პატიმარიც კი ყავდათ. დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო კრიტში. ადამიანებს უწევდათ რიგში დგომა საჭმლისთვის, წყლისთვის და საპირფარეშოსთვისაც კი. ბატონოშა, ძალიან დიდი მადლობა. მე მაყურებელს შევთავაზებ ეორიოდე წუთში ამ კადრებს. თქვენ კი გადაგიხდით მადლობას და მაქვს თქვენთან ერთი თხოვნა. მე მინდა ძალიან გთხოვოთ, რომ თუ იქნება საშუალება ჩვენი გადამღები ჯგუფი, რომ შეუშვათ ქალთა კოლონიაში. ძალიან საინტერესო არის, რა ხდება ქალთა კოლონიაში. ამბობენ, რომ ყველაზე ძნელად სამართავი არის ქალთა კოლონია. ძალიან საინტერესო არის, როგორ არიან იქ ქალი პატიმრები და მინდოდა, რომ თქვენთვის ეს მეთხოვა პირდაპირ ეთერში. აუცილებლად მე პირობას გაძლევთ, რომ შეგიშვებთ. ასევე მეც პირდაპირ ეთერში შემიძლია შემოგთავაზოთ ქალთა დაწესებულების დირექტორობა, თუ თქვენ ამას მოისურვებთ. ისე ამბობენ, რომ მომიხდება ეგ თანამდებობა. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. მადლობა.
ეს ორთაჭალის ციხეა, ეგრეთ წოდებული კრიტი. გასული საუკუნის დასაწყისში აშენებული ამ ციხიდან სულ რამდენიმე თვის წინ გადაიყვანეს პატიმრები. დღეს ჩვენ იმ საკნებს გიჩვენებთ, რომელზეც ლეგენდები გსმენიათ. რიგში დგომა ძილისთვის, ჭამისთვის, საპირფარეშო ოთახში შესასვლელადაც კი ეს კარი დღეს პირველად ჩვენთვის გაიყო. გამარჯობათ ბატონო, როგორ ბრძანდებით? კარგად, როგორ ეს სასჯელ ახსულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატონი მიხეილ ღურცკაია. ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია უნდა მოვისმინოთ დღეს ალბათ. ჩვენ გვინდა რომ მაყურებელს ვაჩვენოთ ის საშინელი საკნები, სადაც ადამიანები რიგში იდგნენ, წეღანაც თქვი საპირფარეშოში შესასვლელადაც კი, სადაც ხდებოდა ბევრი საშინელება, სადაც თავის დროზე ბუნტის მცდელობაც იყო და მე მაქვს იმედი რომ დღეს თქვენ მეგზურობას გამიწევთ. აუცილებლად შევეცდები რომ მთლიანად გაგათვალიერებინოთ და მოგიყვეთ ყველა არსებული დიდი მადლობა. ისტორია, რომელიც არის ჩემთვის ცნობილი. ეს ის ციხეა, რომლის კონტროლიც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ხო? კი, ეს განაპირობებული იყო თავის ინფრასტრუქტურა და პატიმართა არანორმალური რაოდენობით, რომელიც არ შეიძლებოდა იქ ყოფილიყო. ეს რა არის ბატონო? ესენი საწოლებია. ეს საწოლებია? კი, ამაზე შეიძლება ყოფილიყო 150 კილოგრამიანი ადამიანი განთავსებული. მე მინდა რომ ეს გადავიღოთ და მაყურებელს რო ვაჩვენოთ. აი ამ საწოლებზე იდგა ხოლმე პლუს კიდევ რიგი, ხო, ვინ დაიძინებდა, იმდენი ადამიანი იყო საკანში. ხანდახან ეს საწოლები იყო სამსართულად. იყო შემთხვევა, როდესაც იყო 4 სართულათაც. ეხლა სად მივდივართ? მეორე სართულზე ეს არის საცხოვრებელი კორპუსი. ერთი კითხვა მაქვს, საჩივრების ყუთი აქ რო არის, ძალიან სიმბოლურია, ვინმე საჩივარზე იყო ხოლმე რეაგირება, აკრიდნენ თუ რა ხდება? საჩივრების რაოდენობას, რა ვიცი, ეს იყო თითოეულა და სიმბოლური იყო. იმიტომ რომ აზრი არ ქონდა, ხო? სკოჩი იყო გადაკრული მაგალითად გზანის დაწესებულებაში. ფიზიკურად ჩაგდებითაც ვერავინ ვერ ჩააგდებდა. ეხლა სად შევდივართ? ეს არის საცხოვრებელი ნაწილი. აქ ადამიანები ცხოვრობდნენ, არის საკნები, სხვადასხვა ლიმიტი არსებობდა სხვადასხვა დროს, ზოგადად ლიმიტი არის მაჩვენებელი იმის, თუ კარგი პირობა უნდა ქონდეს ადამიანს თუ ცუდი პირობა. ვფიქრობ, აქ ლიმიტს აზრი არ აქვს, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ აი ამ ოთახში შეიძლება ყოფილიყო დაახლოებით 15-20 ადამიანი. ეს არის ერთ-ერთი საკანი. 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, 16 საწოლია. ნუ აქ ალბათ დაახლოებით იქნებოდა 20-25 ადამიანი განთავსებული ამ ოთახში. აი ამ ოთახში, ამ პატარა ოთახში ის ცოცხი რა სიმბოლურია, რატოდევს ახლა? ალბათ დარჩა, არ ვიცი. წარმოუდგენელი პირობებია, ხო? და სულ რამდენიმე თვის წინ გადაიყვანეთ აქედან, ხო ხალხი? კი, ეს იყო წლის დასაწყისში, როდესაც ეს დაწესებულება დაიხურა. აი ამ საწოლზე ადამიანი ერთ კაცზეც არ იყო, ხო, თან საკმარისი ეს საწოლი? არა. ნუ აი შეუძლებელია უბრალოდ. და 25 ადამიანი იყოფდა ამ 16 საწოლს? კი. ხო, აი ესა ის რეალობა, რაც ხდება. ეს რა არის? რა? აი ის. ეს? ხო. ეს რაღაც ამოღრუტნული. ეს არის გადასაწოდებელი აკრძალული ნივთების შრეკაზე რო შევლენ, საიდუმლო გადასაწოდებელი აქ ჩამოფარებული იყო და ეგრეთ წოდებული კაბურას ეძახიან. თუ გაიგებდნენ რომ შრეკა იწყება, აქედან აწვდიან შემდეგ კამერაში, ის შემდეგ კამერაში და ასე შემდეგ. და არ იცოდნენ ეს ციხის თანამშრომლები? დაფარული იყო, ეს ახლა ნაპოვნი არის, მაგრამ შემდეგ იპოვეს უკვე როცა ჩამოფარებული არის ეს ეგრეთ წოდებული ისა კედლის რა ქვია, არც ვიცი რა ქვია, ხნაჭერი არის ჩამოფარებული. ეს არის ზემოდან ქვემოთ, უკვე ამოლესილი არის. აქ ზედა სართულიდან. კი, აწოდებ ან ჩამოგაწოდებენ აკრძალულს. ესეც გააწოდებ იქიდან გაგვასწორ. როდესაც გაიგებენ რომ ჭრეკა არის ან ზედა სართულსაც წვიან ან ქვედა, რომელიც უფრო უსაფრთხო არის. ეს მათი გაკეთებულია? ეს მათი ხელით არის გაკეთებული. ნივთები დატოვეს. უჯრები აქ ჩავდებულებს ძალიან დიდი შემოქმედებითი უნარი აქვს და ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას აკეთებენ. აი, მე მგონი სამსართულიან ლოგინსაც შევესწარეთ. 1, 2, 3. ეს დატოვებული კიდევ ერთი ნივთი, საქართველოს და მსოფლიოს ისტორია. საინტერესოა. მოსწავლის წიგნი.
აქეთ ხობა ვიღაც ისტორიის მოყვარული იჯდა ხო პატიმარი. თუ უბრალოდ ყველაფერს კითხულობდე, ყველაფერს აკეთებ. ჩვენ ჩავატარეთ ანალიზი და ვის რა განათლების მიღება უნდა, ვის სისულელება ზრდასრულ ადამიანებში აღმოვაჩინეთ, რომ 285 ადამიანს საშუალო განათლება, ზოგადი განათლება არ აქვს. დღევანდელი მდგომარეობით. ეს რა არის? ეს დანის დანის ხო თვითონ როგორც ეძახიან, ეს არის დანის ჩამოსვლებელი. ხელოვნურად გაკეთებული დანა. ესეთი ნივთები ამოვიღეთ ძალიან ბევრი ამ წლის განმავლობაში. იყო რაღაცა იცით ამ კადრების მერე ისეთი მდგომარეობა, რომ კონტროლის ხარისხი შემცირდა. პირველ ეტაპზე საერთოდ გამორბოდნენ თანამშრომლები სამსახურიდან ის მასა, რომელიც მუშაობდა. ადრე ვინც მუშაობდა ამ წამებად. კი და დარჩა ფაქტიურად ჭიშველი საჯელახსოვრების სისტემა მოხდა ისე მოხერხდა ამ ესე ვთქვათ ეგზალტირებული მასის შეჩერება, შიგნით დაწყნარება. იყო ხომ ცდილობები ალბათ, რომ იქ პალაჟენი რასაც ქვია ციხის ენით რო ვილაპარაკოთ, რომ დაემყარებინათ. რა თქმა უნდა, ციხე არის და ყოველთვის არის ამის ცდილობა. ყოველთვის. ეხლაც არის? რა თქმა უნდა და ყოველთვის იქნება. ყოველთვის არის ამის ცდილობა, რომ ვიღაცა იყოს ლიდერი საბავშვო ბაღში. როდესაც ორი ბავშვია, იქ ერთ-ერთი ბავშვი ცდილობს, რომ მეორეს ლიდერი იყოს, ხო? მასზე გავლენა მოახდინოს და აქედან გამომდინარე ეს ციხეა და აქ უფრო აქტიურად და ეს არის ძირითადი გასართობი, ეს არის ძირითადი ცხოვრების წესი, ეს არის ციხე. სხვა სამყარო. სხვა სამყარო. აი საგნები რომ თავდება, ეს არის სამრიგეო, სადაც თანამშრომელი ატარებდა სამრიგში ერთხელ 24 საათს. აქ ამ ოთახში. ანუ მარტო პატიმრები არ იყვნენ ეს მძიმე მდგომარეობაში, როგორც მე ვხედავ, ხო? არა. აქ მომუშავე ადამიანს ალბათ ერთ თანამშრომელს ერთი ფსიქოლოგი შეიძლება რეაბილიტაციისთვის. შეიძლება ესეთ პირობებში სპეციალურად იყვნენ, რომ ისეთი კაცი ჭამიები ყოფილიყვნენ, მე როგორც სტადიოდა ლეგენდები? არა, იქ ყველია. არა ნამდვილად არა. უბრალოდ არ იყო ინფრასტრუქტურა და რაც იყო მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ის შეღებილი იღებებოდა ალბათ ყოველ 20 წელიწადში ერთხელ და ეგ არის. საღებავისგან ალბათ გასქელებული ეს კედლები. ეს ყველაზე მოწესრიგებული ადგილია. 60. 60-ში ნებისმიერ დროს შეეძლოთ გამოსვლა. სპეციალურად გამოყოფილი დრო იყო და მაშინ როდესაც შეიძლება მათი გამოყვანა შეიძლება ყოფილიყო შაბათი ან როდესაც მამა მოდიოდა და და აი ამ კრიზისული სიტუაციების დროს დაუშვათ, როცა ფეთქებად საშიშია სიტუაცია ან პატიმარი რაღაც თავისი კრიზისი აქვს, რამდენად ერთვებია სასულიერო პირები? საკმაოდ აქტიურად და იქიდან გამომდინარე ქართული ეკლესია დღეს მაღალი ნდობით სარგებლობს, აქედან გამომდინარე ძალიან ცუდი სიტყვა იქნება, მაგრამ ეფექტური არის მათი ესე ვთქვათ მონაწილეობა სიტუაციის განმუხტვაში. თუმცა ბევრ ადამიანს გაუჩნდა, აი როცა ეს ციხის კადრები გამოვარდა, ესეთი კითხვა, რომ ნუ თუ მამაებმა არ იცოდნენ იმ პერიოდში, ამ კითხვას თქვენ არ გისვათ ისე, ამ წამებებთან დაკავშირებით, ეს მართლა ძალიან საინტერესოა, ამ თემაზე ვაპირებ, რომ სასულიერო პირებთან მომავალში ეს კითხვები დავსვენ. ამაზე თქვენ არ გეკითხებით პასუხს. გასაგებია. მაშას ეს იყო სასჯელ აღსრულების სისტემა, რომელიც ჩვენი თვალით ვნახეთ და მე ნამდვილად გითხრათ, რომ ბოლო კადრებმა, რომელიც იყო კრიტის კადრები ორთაჭალის ციხის, მართლა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი გადაცემა დღეს მთლიანად ეხება ციხეების თემას და მე შემთხვევით არ მომიწვევია ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმრები. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ცნობილი გახადეს, საზოგადოებას პრაქტიკულად მართლა შოკი მიაღებინეს, ჩუმად გადაღებული იმ კადრებით, რომელიც ეხებოდა სანდრო გირგულიანის მკვლელობისთვის
კადრების დაპატიმრებულებს. Როგორ მოხერხდა ამ კადრების გადაღება, რომ ენახა საზოგადოებას, როგორ კომფორტში ცხოვრობდნენ ისინი, მაშინ როდესაც თუნდაც კრიტში ასეთი საკნები ჰქონდათ ადამიანებს და ასეთი წამებები ხდებოდა. პირველი ჟურნალისტი, რომელმაც ეს კადრები აჩვენა მაყურებელს, იყო ჩემი კოლეგა ნათია მიქიაშვილი და ძალიან მიხარია ის ინფორმაცია, რაც მე ხა უნდა გამოვაცხადო ეთერში. ნათია მიქიაშვილი ოფიციალურად უკვე არის ჩვენი ტელეკომპანიის თანამშრომელი და ყოველ ორ შაბათს იგი საკუთარ ანატომიას წარმოუდგენს TV3-ის მაყურებელს და ბატონი გია ალავიძე, ადამიანი, რომელსაც არასოდეს უსაუბრია პირდაპირ ეთერში, როგორ მოახერხა მან იმ კადრების გადაღება, რა ხდებოდა, რა პირობები, რა პრივილეგიები ჰქონდათ გირგვლიანის მკვლელობისთვის დაპატიმრებულებს. საღამო მშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ნათია, მიხარია, რომ კვლავ ერთ ახზე უნდა ვიმუშაოთ და კოლეგები უნდა. დიდი სიცარიელი ამოავსე პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში. დიდი მადლობა. პირველ კითხვას დავუსვავ ნათიას, იმიტომ რომ სწორედ მისგან გახდა ცნობილი ჩვენთვის ის ყველაფერი, რაც ხდებოდა ამ დაპატიმრებულ ადამიანებთან დაკავშირებით. როგორ შეძელით ამ კადრების მოპოვება, როგორ მოხდა თქვენი ერთმანეთთან დაკავშირება? ბატონი გია იყო ყოფილი გამომძიებელი, ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული და იჯდა ავჭალის ციხეში, ქთამის აღებაზე დაგაპატიმრეს, თუ არ ვცდები და ეს ადამიანი არის ის, ვინც საკუთარი თვალით ნახა, როგორ პირობებში ყავდათ გირგვლიანის მკვლელები, რომლებიც შემდეგ ყველასათვის მოულოდნელად ვადაზე ადრე გაათავისუფლეს პატიმრობიდან. გისმენთ ნათია? ეს იყო 2009 წელი დაახლოებით. მაყურებელს ალბათ ექნება საშუალება, რომ კადრები იხილოს პარალელურ რეჟიმში. აპრილის იყო დაახლოებით 1.5 იყო დარჩენილი. მაშინ გახსოვს ცნობილი პროექტი გადიოდა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში საკანი გიეგა ჩეჩილაძის და 26 მაისამდე იყო დაახლოებით 1.5 დარჩენილი. ჩემთან მოვიდა ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ მკითხულობდა მე ნათია მიქიაშვილს, მე გავედი ვნახე. გია, რომელსაც მაშინ არ ვიცნობდი და ის მას პირველად შეხვდა და გია მითხრა, რომ მას აქვს რეალური შესაძლებლობა და ის მენდობა მე, რომ მოხერხდეს და გადავიღოთ სანდრო გირგვლიანის მკვლელები რა პირობებში იხდიან სასჯელს. თუმცა გიას არ დაუმალავს მაშინ ჩემთვის და მითხრა, რომ თითქმის ყველა ცნობილი ჟურნალისტი მოიარა, უბრალოდ არავინ არ დაუჯერა. ხო, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო ხარ, როგორ შეიძლებოდა რომ დავუშვათ ციხეში იმ პირობებში ვინმეს მართლა გადაეყო, როგორ ცხოვრობდნენ. ამ შემთხვევაში უბრალოდ გამართლა იმან, რომ ზოგადად ჩემი პოზიცია არის, რომ ვენდობი ყველა ადამიანს, ვინც მოდის ჩემამდე, იმიტომ რომ ხმიცაც არ უჭირს არაფერი, ის არ მოვა და არ შეუძლია. და მაესტროში ყავდა ძალიან კარგი ოპერატორები, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, ახლა უკვე ჩამოყალიბებული კაცები, მამაკაცები და პროფესიონალები არიან და მაშინ იყვნენ ისინი არასრულწლოვნები, ძირითადი მათგანი იყო პრაქტიკაზე. და მოკლედ გიას ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ მე არ უნდა ყოფილიყავ გადაღების ადგილას, იმიტომ რომ მაშინ თქვა შედეგებს, ასე თქვა თავის თავზე ვერ აიღებდა ის. ამიტომ თხოვდა, რომ მისთვის გამეყოლებინა ოპერატორი, მიმეცა მძღოლი, ავტომობილი, რომელთაც გადაადგილება შეიძლებოდა და ისინი მომიტანდნენ მზა კადრებს, თუ რა ხდებოდა რეალურად ციხეში. საკმაოდ რთული იყო ამ ყველაფრის ორგანიზება, იმიტომ რომ გჭირდებოდა რამდენიმე მანქანა. მაესტროს იმ პერიოდში ყავდა დაახლოებით 2 თუ 3 მანქანა, მუდმივად უნდა ეცვალათ მანქანები და 3 კვირის განმავლობაში გია და ჩემი ოპერატორი ბავშვები ცხოვრობდნენ ავჭალის ციხის მოპირდაპირე მხარეს დანგრეულ შენობაში. მე სხვა ადამიანის საცხოვრებელშიც კი შეხვედით, ხო? სადაც ვიღაც ცხოვრობდა, იქ შეიპარდა. და საინტერესო იყო ის, რომ ვიდრე ბატონი გია თავადვე ისაუბრებს და უშუალოდ რამ განაპირობა მისი ეს სურვილი რომ გადაეღო და როგორ გადაწყვიტა და როგორ გარისკა, რომ ვიდრე ეს კადრები ეთერში მოხდებოდა, წინა საღამოს ტელეკომპანია მაესტროში მოხდა აფეთქება. შენ უკავშირებ ამ ყველაფერს? უკავშირებ, ინგა, იმიტომ რომ კი ვიწრო ჯგუფმა იცოდა ძალიან, რომ მეორე დღეს ეს კადრები, ანუ 25 მაისის საღამოს ეს კადრები ეთერში უნდა გასულიყო და 25 მაისით თენდებოდა, როდესაც ბაია გადაბაძე იმყოფებოდა მაშინ მაესტროს შენობაში, როდესაც მას ხელყუბარა შეუგეს. ანუ უკავშირდებოდა ამ კადრების გაშვებას. მადლობა. დიახ. დავამატებ მხოლოდ ერთს, რომ საქმე დღემდე კვალიფიცირებული არის შენობის განზრახ დაზიანების მუხლით და არა ვთქვათ ტერორისტული აქტით, ან ასე შემდეგ. სხვა კვალიფიკაცია შეიძლება და ბატონო გია გითხარით რატომ გადაწყვეტეთ, რომ ეს გადაგეღოთ და რა პირობებში ცხოვრობდნენ? ეხლა პარალელურად აი გადის კადრები მანქანებით როგორ გაყავთ, ხო? ეს გირგვლიანის მკვლელობისთვის დაპატიმრებული ადამიანები. სხვა ჩვენს ერთი უცნაური ისტორია მქონდა, ვიდრე ბატონი გია დაიწყებს საუბარს. მახსოვს, რომ პირველი არხის ეთერში ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენ მაესტროში ამას ამზადებდი და მოკლედ დიდი ამბავი იყო ეს აფეთქება მოხდა, მე გავიდა ეს კადრები და ასე შემდეგ. მე მქონდა საუბარი ამ თემაზე და დამირეკა ვიღაც ქალბატონმა, რომელიც დამემუქრა, რომ მე ვარ ალანიას დედა, კი ალანიას დედა და თქვენ ნახავთ, მაგრამ გამოვლენ ისინი და ახლობით ესეთი იყო საუბარი და ჩემ და გასაოცრად
ფაქტობრივად მართლა ძალიან მალე მოხდა მათი გათავისუფლება. სექტემბერში ფაქტობრივად გაანთავისუფლეს ორი. დიახ, მითხარით, როგორ გადაწყვიტეთ, რატომ გადაწყვიტეთ, რა ხდებოდა იქ მართლა რეალურად ციხეში? საოცრებები გავიგეთ ჩვენ მაშინ, რომ თითქმის შაბათ-კვირას ისინი გარეთ იყვნენ განსაკუთრებულ პირობებში და თუ არ ვცდები, მეძავებიც კი შეყავდათო მათთან, ამბობენ, ყოველ შემთხვევაში მე რაც ამიკითხავს. ანუ ქონდათ სრული კომფორტი. ისმენ. დაკავშირება ჩემი ამ პიროვნებებთან მოხდა 2005 წლის დეკემბერში აი კონკრეტულად სანდროს მკვლელობაში ვინც მონაწილეობა ცნობილი ვინც რაც არის მიიღო მონაწილეობა იმ პიროვნებებმა დამაგავეს პროვოკაციულად გთამის აღებისთვის. სანდროს ერთი თვის შემდეგ ეს ცნობილი იანურის ამბავიც მოხდა სანდროს რაც შეემთხვა დააკავეს ესენი მარტში და მოიყვანეს ავჭალაში. სანამ მოიყვანდნენ პირობები შეუქმნეს იქ ცალკე იზოლირებულად ყავდათ შენობიდან გამომდინარე და ეხლა იმათ პრივილეგიებს მარტო მე არ იქ ბევრი ხედავდა მაგრამ პატიმარი ვინც იყო მაგრამ შემდეგ აი მოხდა ისეთი რაღაცა რომ ფაქტურად ესენი პატიმრებად არ ითვლებოდნენ პატიმრები არ იყვნენ განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობდნენ როგორც ეხლა საჯელახსულების და გადაცემაშიც ისეთი იყო ნივთები და დაშვებული ჰქონდა ტელეფონი, გასვლა, მოძრაობა, ნათესავების შემოსვლა, ну, ეხლა ჩვენ ცოტა განსხვავებულ პირობებში ვიყავით, მაგრამ 2000 იქ ერთი მომენტი ჩვენ არ გავხსენებია 2008 წლის ომის პერიოდში სადღაც 3 კვირის განმავლობაში საერთოდ წასულები იყვნენ. ციხიდან გაიყვანეს და ციხიდან გაიყვანეს, ну, მე ცოტა გაუჭირდათ უკან მოbrunება, მაგრამ მოაბრუნეს მაინც. და ამის შემდეგ 2008 წელს შეწყალებით მე გავთავისუფლდი იმ სასჯელიდან და მათ გაუნახევრდათ. ეს სასჯელი, შემდეგ გარეთ როცა გამოვედი ეხლა როგორი რაღაცა აი რატო გადაწყვეტეთ რომ ეს გადაგეღოთ და როგორ გარისკეთ ეხლა თავისთავად ეს იყო ძალიან დიდი რისკი მაგრამ ამის პარალელურად რატომ გადაწყვეტეთ აი რა იყო შურისძიება თქვენი მხრიდან რაღაც მომენტში შეიძლება ესეც ჩაითვალოს რა უფრო მეტად იმიტომ აი კონკრეტულად იმ დაკავების საქმეზეც ეხლა დღევანდელ აი ჩემი განთავისუფლების შემდეგ ეხლა სასჯელდა როცა განთავისუფლდი სისხლის სამართლის საქმე აღიზრა იმ უკანონო დაკავებასთან და მასთან 2005 წლის ფაქტთან დაკავშირებით. ეს უკვე ცალკე თემაა, მაგრამ ფირზე ძალიან კარგად ჩანს, როგორ გადაადგილდებიან მსჯავრდებულები ადმინისტრაციის შენობის მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ისინი ციხის დირექტორის ტერიტორიაზე შედიან. სამწუხაროდ ამის გადამოწმების ზუსტი საშუალება მაშინ არ არსებობდა, რომ ზუსტად გავაგო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იყო საუბარი იმაზე, რომ ალანიას იქ კაბინეტი ჰქონდა ადმინისტრაციის შენობაში. პატიმრობის პერიოდში ჰქონდა მას განსაკუთრებული. რატომ თქვენ როგორ ფიქრობთ, აი მე რამდენადაც ვიცი, გაზეთ პრაიმ ტაიმში წავიკითხე, იყო თქვენ გამოუგზავნეთ წერილი, სადაც ამბობთ, რომ გირგული ჯერ კიდევ პატიმარი რო იყავით, რომ გირგულიანის მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები და რაღაცა ნივთიერი მტკიცებულებები გადაეცით პროკურატურას. რა მასალებზეა კონკრეტულად საუბარი? თუ შეგიძლიათ რაიმე ახალი რო გითხრათ სანდრო გირგულიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, ისეთი რაც თქვენ გაიგეთ იქ ყოფნის პერიოდში. კონკრეტულად რაც ნივთიერ მტკიცებულებებს ეხება, ეს გამოძიებისთვის ოფიციალურად წარდგენილი არის საუბარია კომპიუტერის პროცესორზე, რომელსაც ესენი იყენებდნენ დაწესებულებაში ის ჩემ უბრალოდ ნათიასთან სანამ მივიდოდი ის პროცესორი ჩემ ხელში იყო უკვე მაგრამ მაშინ არ მაქვს პროცესი სხვა გარემოება იყო იქ დოკუმენტალურად რო ჩავწდომოდით უფრო სიტუაციას 2009 წელი იყო წარმოიდგინეთ რა ხო ამიტომაც გისვათ კითხოს როგორ გარისკა არის სატელეფონო ამონაბეჭდი რომელ ტელეფონსაც მოიხმარდა ერთ-ერთი ბრალდებული ჩემ სახელზე გაფორმებული იყო შემდეგ გაიშიფრა ის ბიბილურიძე იყო ხო თუ არ ვცდები ვინც სარგებლობდა თქვენ ანუ მე როგორც ვიცი მაყურებელმა კარგად რო გაიგოს თქვენი ტელეფონი ქონდა წაგართვეს თუ როგორ მოხდა და ამით სარგებლობდა ერთ-ერთი დაპატიმრებული ბიბილურიძე რომელიც შემდეგ თქვენ ამოიღეთ რომელიც იყო მსჯავრდებული გირგულიანის მკვლელობისთვის და თქვენ შემდეგ ამოიღეთ თქვენი სატელეფონო ნომრის საუბრები და რა მოხდა მერე ამონაბეჭდი გადავეცით გამოძიებას სადღაც 800 ფუცელი და საინტერესო ზარებია რა ზარები იყო ანუ ვინ ახორციელებდა იქ ზარებს ზარები ბატონ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ვიზე გაქვთ საუბარი ბევრი იყო ყოფილი პატიმარი ბატონ ივანესთან მერაბიშვილთან
ბატონ დათასან, ახალაიასან, ну გარემოცვასან, წრესან, რომელიც ფაქტიურად იმ პერიოდში განაგებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. იცით რა მინდა რომ გითხოთ, ციხის საკანი არის ისეთი ადგილი და მეთანხმებით ალბათ, სადაც ადამიანები ბევრ რამეს უყვებიან ერთმანეთს, სადაც ბევრი რამე შეიძლება გაიგო ისეთი, რაც შეიძლება ვერ გაიგო დაუშვათ სხვაგან. თქვენ ვინაიდან იჯექით მათთან ერთად ერთ ციხეში, ხომ არაფერი იცით რაიმე ისეთი განსაკუთრებული, თუნდაც ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რაც ჯერ მაყურებლისთვის არ არის ცნობილი. მაყურებლისთვის ახლა ერთი მომენტი არის, იქ თავიდანვე სანამ ნათიასთან ჩვენ ურთიერთობა მექნებოდა და გავიცნოდით, მანამდეც ნათიასთვისაც ხშირად მეთქოს, იქ 4 კაცი არ ყოფილა. აი იქ იყო გარკვეული ჯგუფი სადღაც 8 კაცამდე. ოქროყანაში აბა ქვემოთ რაც მოხდა, უკვე ესენი პატიმრობის პერიოდი, ეს უკვე დადასტურებულია, კი, იმ პერიოდისთვის ხალხისთვის უცნობი იყო, მაგრამ თავარი არის ზემოთ რა მოხდა. რა მოხდა? მოდით მოგვიყევით და ჩვენ დაახლოებით სურათ წარმოვიდგეთ. ერთი რაღაცა არის გულსანაგლო რა ქალბატონი ირინე არ არის ცოცხალი. იმ ხრივ რომ ალბათ უფრო მეტ ვალდებულებას იქ კიდაც დაზარალებული, კიდაც მონაწილეები უფრო მეტ სიტყვობდნენ. აი რაღაცნაირად დაკეტილი თემა, რომელიც თემასაც ალბათ უფრო გამოძიება უფრო კი ბატონო, მაგრამ აი ამბობთ რომ იქ არ იყო 4, არამედ იყო 8. კი, სიტყვაზე აი 8. 6 უკვე დადგენილია. 2-ც დარჩა და ალბათ დაადგენს გამოძიება. თქვენ იცით ვინ იყვნენ ეს ადამიანები? ვიცი, მაგრამ უხერხული არის ეთერით ამის პროკურატურა მიცის ეს და გითხათ პროკურატურამ ამ თემაზე და ეხლა რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით? ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენად მათი პოზიცია ძლიერი იქნება მაგრამ ძალიან საინტერესო ბოდიშკია გაგაწყვეტინებ გიასაუბროს ორ ძალიან მნიშვნელოვან კომპიუტერზე ანუ ერთი ჩემი ინფორმაციით არის პროკურატურაში მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროში სადაც დაცულია მონაცემთა ბაზა ანუ ეს არის ფოტო და ვიდეო მასალა ინკა აი ეს არის ძალიან საინტერესო ამბობს ერთ რაღაცას რომ მე ამ კომპიუტერებში მაქვს ნანახი რამდენიმე ფირი თუ როგორ ხდებოდა ადამიანის წამება კონკრეტულად სანდროზე არის საუბარი. არა, კონკრეტულად სანდროზე არის. სხვადასხვა ზოგადად ადამიანები. შესაძლებელია თქვა ამ პროცესორების გახსნა მიქონიას უდიდესი მნიშვნელობა გამოძიებაზე. იმიტომ რომ დადგინდეს თქვა პირთა წრე, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ ასრულებდა. ხო, იმიტომ რომ მარტო გდანის ციხეში არ ყოფილა წამება და არა ადამიანური მომხრობი. ხო, თითქმის ყველა ციხეში და სისტემურად დანაშაული იყო, ხო ეს. შესაბამისად სამწუხაროდ ჯერჯერობით უცნობია, ანუ მეც არ მაძლევს პროკურატურა დაზუსტებულ ინფორმაციას, არ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოხდა თუ არა ამ ფაილების გახსნა, იმიტომ რომ ზოგი მათგანი წაშლილია, თუმცა აღდგენა შესაძლებელია. ყველამ ვიცით ეს რომ დღეს უკვე ამის ტექნოლოგიები არსებობს. მაგრამ დიამბობს რომ ყოველ შემთხვევაში ეს ინფორმაციულა ძალიან ტევადი და პროკურატურამ არ ნახა ეს ყველაფერი არ გაიხსნა. პროკურატურამ ნახა ქალბატონო, რაც არის ფაილები გაიხსნა, რომელიც აი თქვა ასახავს ციხის ცხოვრებას იქაურს. აჭალის კოლონიაში, აი ოჯახური სურათები რაღაცა იქ. არის ფაილები, რომელიც ჩემი ინფორმაციითაც ახლა შემცველია ოპერატიული მასალა არის ბევრი რაღაცასთან დაკავშირებით, არა მარტო ამ საქმესთან დაკავშირებით, ბევრ სხვა საქმესთან დაკავშირებით. ანუ კომპიუტერები რომელსაც მუშაობდნენ ეს ადამიანები. ამათ ერთი ის ჰქონდათ რა განსაკუთრებული მანია, რომ აი ეს ყველაფერი გადაღება რაღაცნაირად ამას უკვე ალბათ რაღაც სპეციალურ кейსებს აკეთებდნენ პიროვნებებზე ადამიანებს. გასაგებია, ანუ ეხლა თქვენ რაც თქვით, მე აი ვცდილობდი რომ ბოლომდე მოყოლოდი თქვენს მსჯელობაში, რა გამოდის, რომ გირგვლიანის საქმეში კიდევ 2 ადამიანი არის ბრალდებული, დადანაშაულებული, ეჭვმიტანილი? არა, ეჭვმიტანილი გამოძიებას რამდენად ყავს ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია ერთი რომ უნდა იმუშაონ და ალბათ დაადგენენ. თქვენ ნამდვილად იცით რომ იქ 4-ზე მეტი ადამიანი იყო? ძალიან საინტერესოა ისე ვინ იყვნენ ნათია შენ ხო არ გაქვს რაიმე მსგავსი ინფორმაცია იმიტომ რომ თქვენ უკვე ისეთი კვეთა გქონიათ ერთმანეთში ამ კადრების გადაღების წინ და შემდეგ რომ შეიძლება შენთვის უფრო მეტი რამე არის ცნობილი რაიმე ახალი შეიძლება ჩვენ მოვისმინოთ ახალი იქნება ინგა ეს აქ თავი ერთი რაღაც არის რომ დანაშაული ვიცით ფაქტი ვიცით დიახ პირთა წრე დადგენილია აკლია თქვა 2 ძირითადი შეიძლება ითქვას ძირითადი რგოლი რა არის ეს 2 რგოლი გიასგან ვიცი ეს არის ადამიანები რომლებიც თუმად დაკითხავენ მე როგორც
მაქვს ინფორმაცია, ეს ადამიანები ძალიან ბევრ ამას მოყვებიან. და მოყვებიან, ანუ მიცემენ პროკურატურასაც და თქვა სამართალდამცავ უწყებას იმ ინფორმაციას, რომელიც ძალიან დიდი და მყარი მტკიცებულება შეიძლება აღმოჩნდეს სასამართლოში იმ პირთა წინააღმდეგ საქმის წარმოებისას, ვინც თქვა ეხა ბრალს იხდის ამ მკვლელობის. და ვის დაუმძიმდება ბრალი, ვის შეეხება ეს? არ არის გამორიცხული ყოფილ პრემიერ-მინისტრს. ანუ თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ის შეიძლება აღმოჩნდეს ამ საქმეში ბრალდებული? საქმეში ბრალდებულად არა, როგორც დანაშაულის ერთ-ერთი დამფარველი, მან იცოდა, ანუ ფაქტია. რა იცოდა? აი სურათი მომიყევით, ეხლა იცით რა არის, აი ჩვენ საუბრობთ რაღაცაზე და საბოლოო სურათს მაინც თქვენი წარმოდგენების მიხედვით, თქვენი ინფორმაციის მიხედვით, მაინც ჯერ ვერ დებთ რა ჩვენ. არა, მე შევთავაზებ იმაზე, რომ ჩემი ინფორმაციით და მე თქვა რისი შემსწრეც ვარ, მე არ შემიძლია ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, შესაბამისად მე ვიცი ის, რაც მე ვნახე და მოვისმინე. ჩემთვის როგორც არის ცნობილი, ანუ მერაბიშვილმა სანდრო გირგულიანის მკვლელობის შესახებ არაფერი არ იცოდა მეორე დღემდე. ანუ გადაცემა გავიდა კვირას დროებაში, მანამდე დაიბეჭდა Georgian Times-ში ეს ამბავი, დაიბეჭდა ცოტა სახეცვლილი ფორმით. და მას უკვე მიხეილ სააკაშვილმა დაურეკა ორშაბათ დილით და ის იმყოფებოდა გერმანიაში, როგორც მე მახსოვს. ოღონდ ანუ ნამდვილად არაფერი არ იცოდა მერაბიშვილმა და უკვე ჩამოსვლის შემდეგ მე როგორც ვიცი მას ეს ამბავი მოუყვეს არა ისე როგორც მოხდა, არამედ ცოტა შეცვლილი. ანუ იმდენად რამდენადაც თქვა იქ სანდროს გარდაცვლილის და მოკლულის დანაშაულიც რომ თქვა ყოფილიყო. აი ასე მოყვნა ეგ ამბავი, მაგრამ ზოგადად იმის დასტური სტრასბურგმაც კი როდესაც რეკომენდაციით მიმართა ჩვენს ქვეყანას, იქ აღნიშნა, რომ არსებობს ერთ-ერთი დოკუმენტი შიდა წარმოებისთვის თუ არ ვცდები, მინისტრის ბრძანებით, მინისტრის ბრძანება, რომელიღაცა გამოცემული, სადაც დასტურდებოდა, რომ მერაბიშვილმა აღარ მახსოვს, მე უბრალოდ ზუსტად აღადგინა, მე მგონი ახალა და სანოძე ისე რომ არ უნდა აღედგინათ, თუ რაღაც თავდაპირველად მოხდა მათი განთავისუფლება სამსახურიდან და შემდეგ ამბავი, როდესაც შენი მეუღლე ხა ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მას არ მოეკითხა მისი მეუღლის თავს გადამხდარი ისტორია, ხო ჩვენ კარგად გვახსოვს ეს კადრები, როდესაც მისი მეუღლე სასამართლოში დადიოდა. ქვეყნის პირველი პოლიციელისთვის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ამ საქმის ყველა დეტალი ცნობილი. გასაგებია. მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ და რეკლამის შემდეგ მინდა რომ გთხოვოთ ამაზე პასუხი. აი რა ტიპის საუბრები გაქვთ მოსმენელი? ჩათვალეთ რომ ეხლა ეს არ არის ტელევიზია და ჩვენ უბრალოდ ვხედავთ და ვსაუბრობთ. ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს. ძალიან ბევრი ადამიანი იყო აღშფოთებული ამ ფაქტით, რომ და რამდენადაც ვიცი, თვითონ ნაციონალურ მოძრაობაშიც ძალიან დიდ ნაწილს სულაც არ მოწონებია ის ფაქტი, რომ მოხდა ამ ადამიანების ასეთი რო აღმოჩნდა, ასეთი კომფორტის შექმნა და მე მით უმეტეს გამოსვლა, იმიტომ რომ ეს მათ დისკრედიტაციას ნიშნავდა. თუ გაქვთ რაიმე ისეთი საუბრები მოსმენელი მათგან, რაც შესაძლებელია რაღაცა ვერსიას კიდევ სხვა საქმესთან მიმართებაში დადებს. ანუ აქ მხოლოდ გირგულიანის თემაზე არ გეკითხებით. გახმაურებული ან გაუხმაურებული საქმეები, მაგალითად, რა ვიცი, მოდით რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ, ხო ამაზე? კარგი. მაშასე ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში და მე მინდა ბატონ გიას დაუსვა ერთი შეკითხვა, რომელიც რეკლამამდეც დავსვი სტუდიაში. თუ გაქვთ თქო მოსმენელი ბატონ გია მათი საუბრები ისეთი, რაც სანდრო გირგულიანსაც ეხებოდა და არა მარტო სანდრო გირგულიანს. ეს არის ძალიან საინტერესო. უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მატარებელი ხარ თქვენ ახლა, რამდენადაც მე ვხვდები, ხო? გასაგებია. მოსმენით ეხლა როცა წლები გიწევს მით უმეტეს ურთიერთობა ადამიანებთან, ახლა ერთი დღის მოსმენითაც ისინიც არ იყვნენ ის თანამშრომლები, რომ ჩემთან გულგახსნილი საუბარი და ის ქონოდათ, მაგრამ არის რაღაც დეტალები, რომელ დეტალებზე ვთქვა ჟვანია საქმესთან დაკავშირებით თვითონ გამოძიებასაც მე თვითონ მემართე. საუბრობდნენ ისინი? რაღაც დეტალები იყო, რომელიც მტკიცებულებების სახითაც მიწოდებული მაქვს და ალბათ თვითონ გამოძიება წარმართავს ისე ეხლა მე საუბარი თქვენ მიეცით პროკურატურას ჩვენება რომ ეს ადამიანები ვინც იყვნენ გირგულიანის მკვლელობის გამო დაპატიმრებულები საუბრობდნენ ჟვანიას თემაზე და გაქვთ რაიმე მტკიცებულებები? კონკრეტულ უშუალოდ მკვლელობასთან შეიძლება მიმართებაში არ იყოს, მაგრამ რაღაც დეტალები არის, რომელიც გარემოებები, რომელიც მტკიცებულებებს მოიპოვებს, ასე იურიდიული ენით რო ვთქვათ, გარემოებები, რომელიც გარემოებებზე რომელთანაც დაკავშირებულები იყვნენ ეს პირები და ალბათ თავის არ შეგიძლიათ უფრო მეტი რო გითხრათ ეხა ეთერში. ძირითადად სატელეფონო ამონაბეჭდებთან დაკავშირებულია. იმ ღამით
ამათ ჟვანიას გარდაცვალების ღამეს ეხება და რა სატელეფონო ამონაბეჭდებია ესენი? სატელეფონო ამონაბეჭდები არის პიროვნებების, რომლებიც მოიხმარდნენ ტელეფონს იმ პერიოდში. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლობის. და ეს რა კავშირში არის ჟვანიას საქმესთან? გარემოება ერთ-ერთი საბურთალოს ქუჩაზე მოხდა მე რამდენადაც მახსოვს. ერთ-ერთი ეპიზოდი არის. ხო შეგიძლია უფრო მეტი დავამატებ, მე კარგად მახსოვს შენთან ინგა გოგა ხაინდრავას ძალიან ცნობილი ეთერი ახსენე მაშინ მან გებუაძე მასტერა. დიახ. ეს გვარი გააქვს კი შენ მან მოსმენელი. მასტერა გვარიც მაქვს მოსმენელი და პირადადაც რა კონტექსტში გაქვთ ეს გვარი მოსმენელი ბატონგია? კონტექსტში როგორ ახლა ეს დეტალებში შევდივართ ეს სიმართლე გითხრათ. გრამატია უხედაგია. არა, რა ვქნათ, ნუ ეს ძალიან სერიოზული რა ვთქვით ახლა თქვენ. ისეთი თემაა, რომელთაც სამართლებრივი მხარე კარგი, რახან სამართლებრივი მხარეა, მე ესეთ ფორმულირებას მივცემ და გადაცემა უნდა დავასრულო. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ უნდა დაკითხოს ეს ხალხი? ის ადამიანები, ვინც გირგულიანის კვლელობის გამო, გირგულიანის საქმის გამო ისხდნენ ციხეში? ისინიც და მათი გარემოცვაც, ვინც მათთან სტუმრად მოდიოდნენ. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამო? დიდი მადლობა. კარგად ვანდებოდეთ, ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ძალიან სკანდალური განცხადება, რაც ახლა მე მოვისმინე. ბატონი გია, რომელიც მათთან ერთად რაღაც პერიოდი იმყოფებოდა, ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ დაპატიმრებულები სანდრო გირგულიანის მკვლელობის გამო, პროკურატურამ უნდა დაკითხოს და არა მარტო ისინი, არამედ მათი გარემოცვაც ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ძალიან სერიოზული განცხადება. ალბათ ამ ამბავს ექნება თავისი განვითარება. მე მინდა დაგემშვიდობოთ ხვალამდე. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვიყურებდით. ხვალ ზუსტად 20 საათზე საღამოს მთავარი თემებით და შევეცდებით ექსკლუზივებით და ჩვენ ვიქნებით პირდაპირ ეთერში.